იმით ბოტებით უნდა ავეთანხმოთ, კარგი, ოკეი. როგორ? დავეთანხმოთ, იქ ქვემოთ ლურჯის გამოვიდა და თქვენთან. მე დავეთანხმ. მეც. კი. ხო. ახლა ლაივში ვისაც პირდაპირ როცა გავდივართ, კამერები გქონდა ჩართული, კარგით? თუ კამერა გამორთულია, ლაივში ვერ ვიქნებით. ჩავთავ. კი. კარგით, დავიწყოთ აბა მაშინ ლაივია რა, ხალხიც ნელა შემოგვიერთება, ასე რომ თქვა და ნელა გაცნობის ისიც დავიწყოთ. მოგესალმებით, ეკუთვნებო, დღეს 24 მაისია და ჩვენი შემდგომი ლაივი. სანამ ლაივს დავიწყებთ, მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და შესაბამისად ასევე გთხოვოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, ვინც გვიყურებს, გავაზიაროთ ჩვენი ლაივი, თუნდაც თავთავიანთ გვერდებზე, თავიანთ აკაუნტებზე და ამით შესაბამისად ნახველების რაოდენობაც გაგვესდება და უფრო მეტ მეკუთვნებს მიუვა ინფორმაცია. დღევანდელი ჩვენი თემა, ეს არის ფუტკრის დედების გამოყვანის ტექნოლოგიაზე საუბარი და სანარჩენი საქმიანობაზე და სხვა საუბარი. დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან მოწვეული მეკუთვნების სპეციალისტები, ბატონი კახაბერ ზირაქაშვილი, ბატონი მამუკა იმნაძე, ბატონი ზორი პეტროსიანი და ველოდებით ასევე ლაივში რო ჩაგვერთოს ბატონი ბესო ჩაჩხიანი ტექნიკური პრობლემების გამო ყომა ბახტურიძე და ასევე ბატონ ჯონი ქათამაძის. ნუ მოკლედ ასეთი არის დღევანდელი ჩვენი ლაივი. ბატონო, ახალი არ დაგმატებია რა, ჩვენ ავართ. და ველოდებით ჩვენი მეგობრების შემოერთებასაც ასევე და მოიда რომ დავიწყოთ და კიდევ ერთმანეთს კიდევ გთხოვოთ, რომ გავაზიაროთ ჩვენი დღევანდელი ლაივი. აქედან ახლა ტექნიკური პრობლემები რამე იქნა, მე ვეცდები აქედან მოვაგვარო. კი ბატონო, მოდი დღევანდელი ლაივი ასე რომ ვთქვათ დავიწყოთ ბატონი კახაბერისაგან. ვიცით რომ კახა დიდი ხანი არის მუშაობს, კახეთში აქვს თავის საფუძველეობა და შესაბამისად ასევე არაერთი ლაივი მქონდა წინა იმაზე მიწვნილი, როდესაც დედაფუძვლების გამოყვანაზე და ამ ტექნოლოგიაზე ვსაუბრობდით. გისმენთ ბატონო კახა, მოდი დავიწყოთ თქვენგან. მოდი პირველი შესავალი გავაკეთოთ ასე რომ ვთქვათ რა პერიოდიდან ახდეთ დედაფუძვლების გამოყვანას, რა რაოდენობის ფუტკრებზეა საუბარი და ახლობით დედაფუძვლების გამოყვანაზე, მეთოდებით, ასევე როგორ და რანაირად, რასთან ნიშნავს უპირატესობას და ასევე პრობლემები, რა არის დედაფუძვლების გამოყვანაში. ვისაუბროთ ამ თემაზედაც და ასევე სამომავლო კიდევ იმედები, როგორ და რანაირად და კიდევ ერთი ორიენტაციას რაზე აკეთებთ, შიდა ბაზარი, გარე ბაზარი თუ ასე შემდეგ. კარგით, გქონდ ბატონო კახაბერ დავიწყოთ. გამარჯობათ, მივესალმები სულ ყველას, ყველა მეფუტკრეს და ყველა მეფუტკრეობის გულშემატკივარ ადამიანს. წარმატებები მინდა უსურვო საერთოდ ჩვენს საერთო საქმიანობაში. ეხლა რაც შეეხება თვითონ უშუალოდ დედაფუძვლებს. რას წარმოადგენს თვითონ ეს დედაფუძკარი, ყველა მიცის, ეს არის გენეტიკური ბირთვი ოჯახისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი სამომავლოდ, საექსპორტოდ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება გქონდეს ამ ეტაპზე საქართველოს რა. რომელიც განახლებადი პროდუქტია და ამის საექსპორტო პოტენციალის არ გამოყენება ჩემი რო იტყვიან პირადი აზრია რომ ეს არის დანაშაული, რა ვიცი, ეს ვისი ბრალია, როგორ ბრალია, ცალკე თემაა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე არ შემიძლია რომ საყვედური არ ვქვა იმ ხალხის გასაგონად, რომელიც ამას ხელს არ უწყობს რა. რაც შეეხება ეხლა დედაფუძვლების გამოყვანას რა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი თემა და უაღრესად ვრცელი თემა და უაღრესად კვალიფიციური მიდგომის
მოთხოვნის მიხედვით, რომ ჭირდება კვალიფიციური მიდგომა რა. ამას რიგითი ადამიანი ძნელად თუ გააკეთებს, ჭირდება ძალიან კარგი ცოდნა, ძალიან კარგი მოწესრიგებული ადამიანი, შინაგანად დისციპლინებული ადამიანი და ჭირდება შესაბამისი საწყისი ბაზაც. საწყის ბაზას გულისხმობ თვითონ ფუტკრის ოჯახების რაოდენობა უნდა ყოლდეს საკმაოდ დიდი რაოდენობა, არანაკლებ 400-500 ოჯახისა, რომელთაგანაც შესაბამისად სელექციას აწარმოებს და გამოიყვანს ხაზებს და ხაზებიდან კიდევ ცალკე ასე ვთქვათ შერჩევა, გადარჩევას და ასე შემდეგ რა, იმხელა თემაა ეს ყველაფერი, რომ ეხლა ამ ერთ ლაივში და ამ ერთი ლაპარაკით ძალიან ძნელია ეს ყველაფერის. ამის ყველაფრის წინ წამოწევა და საუბარი და რაც შეეხება ასე ვთქვათ, აი უხეში ნათქვამია და გლეხურ ენაზე დედების გამოყვანას. აქ ყველა რიგით მოფუტკრეს შეუძლია რომ გამოიყვანოს და აუცილებელიც კი არის. იმიტომ რომ იმდენად დაბინძურებულია ჩვენი გარემო ამ ეტაპზე, რომ პირველ რიგში მოქმედებს დედის ხარისხზე და ყველა მოფუტკრე უნდა ეცადოს, რომ ყოველწლიურად თუ არა, ყოველ მეორე წელიწადს მაინც ყველა ვარიანტში შეცვალოს დედა რა. და რაც შეეხება შემდგომ ამ დედის შეცვლას, იმასაც მნიშვნელობა აქვს, როდის აკეთებ ამას და იმასაც წინაპირობები აქვს, მთელი ჩამონათვალია. ბათ ახლა გამიჭირდება იმ ჩამონათვალების ყველაფრის ერთად თქმა, რომ როგორ შეიძლება რომ ხარისხიანი დედაფუტკარი მივიღოთ. და აქ ბუნებაც ერევა ამ ყველაფერში, თუ კი მეფუტკრე შეცდომას დაუშვებს და უხარისხოთ დედაფუტკარს აიძულებს რომ მიიღოს ოჯახმა და გამოიყვანოს რა, თვითონ ფუტკარი ამას არ აპატიებს და თვითონვე შეცვლიან რა. მით უმეტეს ქართულ ფუტკარს ახასიათებს ესეთი რამე, რომ დაახლოებით 40-45%-ში თვითონ ცვლის დედას, თუ კი ის არ მოსწონთ. მიდგომა აქედან უნდა განისაზღვროს, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს ისეთი ოჯახები, რომელიც შეძლებს და თვითონ შეცვლის დედაფუტკარს. აქედან ყველა მეფუტკრე უნდა ეცადოს, რომ პირობები შეექმნას იმისთვის, რომ შესაბამისად ხარისხიანი დედები გამოიყვანოს. დედების გამოყვანასაც თავის ტექნოლოგიური ციკლი აქვს და თავისებური ყველა ბევრ პირობებზეა განსაზღვრული. პირველ რიგში სად არის საფუტკრე, რა ჯიშის ფუტკარი ყავს, შესაბამისად საქართველოში ძნელია მაგის შერჩევა, იმიტომ რომ ასე თუ ისე არ არის დაბინძურებული ჯიშობრივად სხვადასხვა რაღაც შემოდა ბაქფასტები და რაღაცები ესეთი ჩვენთან არ არის. ეგ ბედნიერება გვაქვს, მაგრამ არის ისეთი კარგი პირობები, რომ გენეტიკური იმის მასალის მოძიება შეიძლება უფრო მაღალფრთიანი ზონებიდან და შესაბამისად იმის გამოყენება, მაგრამ იმ გამოყენებასაც თავისი წინაპირობა უნდა, ის უნდა დაიტესტოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს თავის მიდგომა ჭირდება და რაც შეეხება ხა ჩემ მეურნეობას, გამოვყოფდი ორ ხაზობრივ მიდგომას. ერთი არის პატარა მინი ნუკლეუსები, რომლისგანაც გამოვყავს ასე ვთქვათ ექსტრემალური საჭიროებისთვის დედები და ყავს სადედე საფუტკრეებზე, რომელსაც ვამუშავებ დედების გამოყვანაზე 6 ჩერჩოიანი დადანზე. იქ უკვე მაღალი ხარისხის დედები გამოყვავს. აი ეს ორი მიმართულება აქვს, რაც ჩემ მეურნეობას ახასიათებს. ამას ვიტყოდი ასე ვთქვათ ორი სიტყვით, რაც შეეხება ამ ასე ვთქვათ ტიპის სკეპში და ნუკლეუსებში გამოყვავს.
გადატანით კვერცხიდან არ გამომყავს, ჭიები გადამყავს 3 დღის და რაღაც საათების. იზოლირებას უკეთებ დედას, რომ დიდი ჭიის გადატანა არ მოხდეს. ჯამებში ხმარობ ამერიკულ ჯამებს, აი პლასმასის ჯამები, ამერიკულ ჯამებს ხმარობ და ნიკოტის ჯამებიც გარკვეული რაოდენობითაც იმასაც ნიკოტსაც ხმარობ. აი ეს არის მოკლედ რაც შეიძლება რომ ვთქვას რა, ჩემეურნებაზე. ხამე მას კითხები, მოდი ცოტა უფრო ხმად ჩავუყმავდეთ გამიგე და იგივე კითხები მექნება ჩვენს ყველა აქ იმდენი კითხვებია ალეკო რომ კი. თემა დაამხელია და კითხები იმაში რომ ერთ ლაივს სრულიად შეუძლებელი არის ამ თემის ამოწურვა. მოდი ასეთ კითხვას დავსვამ. როგორ არჩევ მაგალითად ანუ რა კრიტერიუმებით არჩევ მაგალითად ოჯახს, რომლიდანაც უნდა გამოიყვანო უნდა დედა. ანუ კვერცხს რითი საიდანაც იღებ მაგალითად რითი სარგებლო. ან როგორ აყავს მოწყობილი მაგალითად საფუტკრე, დანარჩენი საფუტკრე, ასე რომ ვთქვათ, ანუ რეპროდუქტორი გენეტიკურ მასალას საიდან ვიღებ, ასე ვთქვათ, შენ რა კრიტერიუმებით ვარჩევ. ეხლა რაც შეეხება შერჩევას მარტო იმ კვერცხისა და ფუმფლის არჩევა, იმ ოჯახის არჩევა, ის აღმზრდელი ოჯახის მოქმედებს დედის სამომავლო დედის ხარისხზე. ეგ საერთოდ ცნობილია და ექსპერიმენტებით არის დადასტურებული. პირველ რიგში აღმზრდელი ოჯახი უნდა იყოს ჯამრთელი და შერჩეული. იმ პირობებით რა პირობებშიც იქ ფუმფლი მოთავსდება და იმისგან დედა გამოიყვანება. რაც შეეხება შერჩევას ამ გენეტიკური მასალის, იმ ფუმფლისას, რასაც საიდანაც დედა უნდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ეს ოჯახი უნდა იყოს პროდუქტიული, უნდა იყოს ზამთარმედეგი, უნდა დაავადებების მიმართ ჩანაწერების მიხედვით უნდა იყოს შესაბამისად უფრო ბევრი კრიტერიუმებია რა, ეხლა ძნელია მაგის, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს პროდუქტიული, გაზამთრების მიხედვით უნდა იყოს ასე ვთქვათ, რუსული ნათქვამი ზიმასტოიკი რა არის ქართულად ზამთარმედეგი ალბათ. და პლუს მაგას უნდა ახასიათებდეს რაც შეიძლება ბევრი ბარტყის რაოდენობა უნდა ჰქონდეს მთელი წლის განმავლობაში უფრო მეტი რა. აი ამ ხრივ აებს მინიმუმ და პლუს მაგას დაავადებები აუცილებლად უნდა უფრო მედეგი ოჯახები უნდა იყოს. ეხლა მე მაგ ბედნიერება რომ ბევრი ოჯახებისგან შევარჩიო ეს ყველაფერი და ზოგადად რიგით საფუტკრეში ეს ცოტა ძნელი არის და პლუს მაგას უნდა ცოტა ნახევრად იზოლირებული ქვია ესეთ საფუტკრეებს, სადაც დედები გამომყავს მე რა. სხვა საფუტკრეებს. დაახლოებით რა რაოდენობის ანუ როცა დედების გამოყვანას იწყებ, ანუ კითხვა მაქვს ასეთი. რა რაოდენობის აღმზრდელი ოჯახით იწყებ მაგალითად, ანუ დედების გამოსაყვანად და ასევე მაგალითად აი პირველი პარტია რასაც ქვია, რა რაოდენობის დედაზე არის საუბარი პირველ პარტიას როცა გამოიყვან და როდიდან? წლის რა დროიდან იწყებ ამას ყველაფერს? ალეკო, მე ხა საუბარი რო დავიწყე არა პირდაპირ გეტყვით, რომ მე პროფესიონალი მეფუტკრე ვარ და ვარ დამოკიდებული ბაზარზე. მოთხოვნა როგორ არის ბაზარზე, იმის მიხედვით. მე შეიძლება გამოვიყვანო 1000 დედა, შეიძლება გამოვიყვანო 100 დედა. ბაზარზე მოთხოვნა როგორ მაქვს იმის მიხედვით გამომყავს დედები. გამიგე? და ეხლა დღესდღეობით ექსპორტზე რო არ გადის, დედები პრაქტიკულად შიდა ბაზრის მოხმარებისთვის მე ძალიან მცირე რაოდენობას აი ახლობლებში და იმაში თუ ვყიდი. იმიტომ რომ ჩვენთან ეხლა ამერიკაში ერთი დედა მინიმუმ 30-დან 40 დოლარამდე ღირს და ეხლა საქართველოში ვინ გადაგიხდის მაგ თანხას, ეხლა ფანტასტიკურია რა, ეგ სფეროა. აქედან გამომდინარე მე ბაზარზე ვარ დამოკიდებული და იმის მიხედვით იმაშვები რა.
სანაშენე საქმიანობაზე რომ დაიწყოს მაგალითად რეგისტრაცია ეს თანახმა იქნები თუ არა რომ ჩაერთო ამ საქმიანობაში. რაც შეეხება სანაშენე, რა თქმა უნდა, რეგისტრაციას მაგას ვერავინ ვერ გაექცევა. მაგრამ მაინც მე სიფრთხილით უდგები ამ ყველაფერს რა. ზედმეტად სახელმწიფოს თარიღა მაინდა-მაინც არა ვარ მოხდე. არა, საუბარი იქნება სანაშენე სტატუსის მიღებაზე. შესაბამისად საფუძვლედსაც ექნება თავისი ახლა რაშია იცი საქმე მე ახლა თავს არ ვიქებ, მაგრამ ესე გამომდის რომ წინასწარ მე სადარიქს ვიჭერ რომ აი მაგალითად წელს 200 ოჯახი შევიძინე 6 ჩარჩოიანი ნუკლეუსებისა, რომელიც სამომავლოდ ალბათ დედების გამოყვანაში დიდ როლს ითამაშებს რა და აი ეს ხარისხიანი დედების გამოყვანაში, იმიტომ რომ დედის გამოყვანა მარტო განაყოფიერება მიკრონუკლეუსებში და ის არ არის ისეთი ასე ვთქვათ, მე ჩემი პირადი მიდგომა მასეთია, რომ ხარისხიანი პროდუქტი უნდა აწარმოო, შესაბამისად მიიღო იმაზე ბაზარზე წვდომა. მოდი კახა ცოტა ჩავშალოთ თემა, კარგი? ანუ მაყურებლის უფრო გასაგები რომ იყოს, ანუ შენ გამოყავს სადედეები, ამ სადედეებს მე არ იგებ ასე რომ ვთქვათ, თუ ხეშად 6 ჩარჩოიან სკეპში, დადანიც სკეპში არა, და შესაბამისად მე აკვირდები როგორ გამვითარდება დედა, როგორ განავითარებს კაცლებას და ასე შემდეგ რა. კი ბატონო. კი. და კრიტერიუმები, რითაც შე მაგალითად განსაზღვრა, ანუ კვერცხი საიდან აიღო ასეთ რაღაცა, ეს არის საფთარგამძლეობა, დაავადებები, პროდუქტიულობა და პროდუქტიულობა, კი ბატონო. აი სამი ძირითადი კრიტერიუმი თუ არჩევ რა. და რა თქმა უნდა ვიზუალური ექსტერიერი როგორი აქვს, რუხი უნდა იყოს და ასე შემდეგ რა, ვიცი ხო. ექსტერიერი მაინც რასანით ოპერაციას უფრო რუხი ფერი ეს ის. უფრო რუხი, კი, უფრო რუხს ვანიჭებ რა, მაგრამ ყოველთვის ისე არ გამოდის რა, რომ ქართულ ფუტკარს ახასიათებს ეს გენეტიკურად მოძებს, მაინც იყვითლე სადღაც წამოვა ხოლმე რა. მაგრამ ეს არის დაახლოებით ესე დაახლოებით 20%-ს არცილდება რა, სიყვითლე. კი ბატონო. აუ ერთი რაღაცა მინდა ხო ჩვენ აქ ამ ლაივში ორი ადამიანი ხართ ისეთი ბატონი ბესოც, ხმას გაასწორა ბესო და სასიაოვნოა რომ შემოგვიერთება ასე რომ ვთქვა და კახა თქვენ, რომლებიც ვიყავით სტამბოლში აპიმონდიას. და გვახსოვს ალბათ იქ კარგად რომ რა მოთხოვნა იყო დედებზე. ჩვენს მიერ გამოყვანილ დედებს მაგათაც თქვენს მიერ ბატონი ბესოს კიდე ყავდა ჩაყვანილი, მეც მქონდა ასე რომ ვთქვა ჩაყვანილი და მე გაჩნდა მოთხოვნა იმაზე რომ მე უნდათ ამ ხალხს რომ ისევ ჩაგვიყვანა, მაგრამ სიამოვნებაში ეს ყველაფერი ანუ იქიდან გამომდინარე რომ არალეგალურად ხდებოდა პრობლემები შეიქმნა ამ კუთხით. როგორ ფიქრობ მაინც აი თორსა საუბრობთ დედაფუტრების ექსპორტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აუცილებელია თუ არა სანაშენე საქმიანობის სტატუსის მიღება. მოდი იქიდან დავიწყოთ რა, რომ და რა პრობლემები ხედავ ამაში, გამიგი აი ესეც რო ვთქვათ. მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ თვითონ სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს ისეთი, რომ თვითონ ცოცხალი ორგანიზმი რო გაიყვანოს საზღვარგარეთ და იგივე ევროკავშირშია რა. სახელმწიფო უნდა იყოს იქ გაწევრიანებული იმ ორგანიზაციებში. ამ ეტაპზე არ არის საქართველოს გაწევრიანებული შესაბამის პირობები. მე ხა კონკრეტული დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს თვითონ ქვეყანამ, რომ საექსპორტო ეს უზარმაზარი პოტენციალი ყოველ წელიწადს ახლა შეიძლება ეს პოპულისტური ნათქვამია, მაგრამ დაახლოებით 50 მილიონ დოლარს კარგავს ქვეყანა, რომ ამის ექსპორტს არ აწარმოებს. მით უმეტეს, რომ მთელი სოფლიო მოთხოვნადია რა ჩვენი ეს პროდუქტი.
ხა წარმოიდგინეთ $50 მილიონ დოლარს კარგავს რისი გულისთვის არ ვიცი რა. აი ძნელია ეხლა მე რამდენ მინისტრთანაც ვარ შეხვედრილი ყველასთან რა ვიცი ცოტა ცუდი ისა მაქვს მე სახელი რომ რამდენჯერა ვარ ნათქვამ რა ვიცი ყველა მინისტრთან აი დღევანდელ მინისტრთან არა ვარ სხვათა შორის ნათქვამ მაგრამ იმედია რომ რაღაცა იქნება რა ვიცი იმედია რომ შეიძლება ეს ყველაფერი ბატონი დავითი არ არის ცუდი პიროვნება ასე რომ ვთქვათ და არა მე საერთოდ ნახვედრე და ისე და თანაც თქვენი ერთი რეგიონის წარმომადგენლებთან ასე რომ ვთქვათ მე მგონია პიროვნება იმდენად არ წვეტავს არაფერს თვითონ სახელმწიფო ინტერესი უნდა იყოს რა მარტო დავითი და მარტო ის მინისტრი არა მთელი სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს რა რომ საექსპორტო ექსპორტზე იყოს ორიენტირებული ქვეყანა რა ეხლა უხეში ნათქვამია ვინ ჩემი ფეხები არიან ჩინელებია რა როცა ასეთი სიმდიდრე გაქვს შეკაი ადამიანი უნდა გადაერთო მთელი ქვეყანა იმისკენ რომ ხელი შეუწყოს ყველა მეწარმეს რომ ქვეყანაში ვალუტა შემოვიდეს რა ვიცი ახლა საიდუმლო თუ არ არის მაგალითად მოთხოვნა თუ გავს ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ახლა თურქეთს არ გულისხმობ მაგრამ მაგალითად აზერბაიჯანი ეხლა რაშია საქმე იცი როცა არალეგალურ გატანასთან არის ლაპარაკია რა ძნელია რომ ვიღაცას რაღაცაზე და არც ამაქვს მაგის ინტერესი იმიტომ რომ თავისებურ რისკებს შეიცავს და არასტაბილურობას იწვევს ეს ყველაფერი რა თუმცა საფრანგეთიდან საბერძნეთიდან რა ვიცი თითქმის ყოველ დღე მოდიოდა ხოლმე მეილზე წერილები და ამ ბოლო დროს უკვე აღარ მოდის იმიტომ რომ ის არის უკვე მიხვდნენ ისინიც რა ერთხელო მოთხოვნას არ დააკმაყოფილებ უკვე სხვაგან მიდის და სხვაგანი აგარ დავა და არგენტინიდან გამოიწერს ქართულ დედებს კავკასიურს ეძახიან მაგას არ უნდა რა იმ კაც რა ეს პრიკლუჩენიები რა ხეში ნათქვამია რუსულად კი დასაგებია როცა შენახარ ასე ვთქვათ ამ სიმდიდრის მფლობელი და იმის არ მინდა ეხა უხეშად გამომივიდეს და იმის თავი არა გაქვს რომ შენი ბაზარს მიაწოდო არ მიაწოდო როცა აი სიმდიდრე გაქვს და იმ სიმდიდრეს ვერ იყენება რა არ ვიცი ამას რა უნდა დავარქოს რა კი დღევანდელი არსებული ტენდენცია ხარ არის იცი სახელმწიფომ კი დაიწყო ახლა სანაშენე საქმიანობაზე გაკეთება ეს პირველი ნაბიჯებია ასე რომ ვთქვათ ამ კუთხით გადადგმული რომ სტატუსი მიიღოს ასე რომ ვთქვათ მეურნეობებმა სანაშენე სტატუსი და შესაბამისად მე სერტიფიკატი გაიცეს სერტიფიკატის მეშვეობით კიდე თუმცა ბევრი რაღაცები კიდე დამატებით საჭირო იქნება პირველ რიგში დასაჭიროება იქნება რომ მოეწყოს ლოჯისტიკა რომ რა გზებით როგორი შეფუთვით გავა მოთავსება ესეთები და გავა მე ამა თუ იმ ქვეყანაში მე მაგალითად როგორც გადავხედი ახლა დედაფუთრების ექსპორტთან დაკავშირებულ თემებზე დაინტერესება არის აზიიდანაც დაინტერესება არის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც დაინტერესება არის ევროკავშირიდანაც ასე რომ ვთქვათ ნუ ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ცოტა სხვა თემაა იმიტომ რომ იქ ჩვენ პირდაპირ ფრენა ასე რომ ვთქვათ არა გვაქვს ამერიკასთან დაკავშირებით და შესაბამისად უკარკვეული მაგაც თავიანთი ის აქვს რომ ვთქვათ კონტროლის მექანიზმები და ალბათ იქ უკვე ჩვეულებრივ მამალი ფუტკრის როგორც აკეთებდნენ ყოველ წელიწადში ერთხელ ჩამოვლენ და ალბათ მამალი ფუტკრის სპერმას წაიღებენ და შესაბამისად ხელოვნურ განაყოფიერებას მიაქცევენ უპირატესობას და რახან ხელოვნური განაყოფიერება ვახსენებ როგორ ფიქრობ ამ სანაშენეს ანუ დედების წარმოების საქმეში აუცილებელი თუ არ არის აუცილებელი არის თუ არა ხელოვნური განაყოფიერების ცოდნა და შესაბამისად აი ხელოვნური განაყოფიერების ჩართვა თუნდაც დედების
გარკვეული ხაზის გამოყენაში. რას იცი რა ანიჭებ უპირატესობას კი, ანიჭებ ანუ ბუნებრივ მე განაყოფიერებას მარტივად პროგრესის ვთქვათ თუ ხო ხელოვნურ განაყოფიერებას. პროგრესის გავიგე შეკითხვა. მე კი. პროგრესის მოწინააღმდეგე არა ვარ, ის ყველაფერი ძალიან კარგად მესმის იმ ხელოვნური განაყოფიერების მნიშვნელობა რა და ვიცი ეს ყველა, მაგრამ ეს გინდაც მივიღოთ რაღაც შედეგი არა ხელოვნური განაყოფიერებით მიხედვით გამოყვანილი დედების საბოლოო ჯამში ბუნება მაინც თავისკენ მიყვავს ყველაფერი რა შენ შეიძლება რაღაც ხაზის გამოყვანა დაიწყო მაგრამ როგორც ერთ-ორ წელიწადში ეს მაინც იკარგება ალეკო გამიგე იკარგება საბოლოო ჯამში იკარგება და ჩვენთან ეხლა მე მქონია ესეთი შემთხვევა რომ სელექციურად გამომიყვანია ოჯახები მაღალ პროდუქტიულები მე გამიყვანია რაღაც სხვა უფრო დაბალ ზონაში ჩამიყვანია ან სხვა ზონაში გადამიყვანია და იქ ჩვენი ბუნება იმდენად მრავალფეროვანია რომ თავისებურად უხეში ნათქვამია აჯიშებს გამიგე იმას უკვე მეორე მესამე თაობაზე უკვე ის აღარ გამოდის ისეთი როგორც უნდა გამოვიდეს და ჩვენ ახლა ბუნებრივად გვაქვს ისეთი პირობები აი როცა შეიძლება რომ აი ეს მთები ძალიან შველის რა ასე ვთქვათ იზოლირებულ ნახევრად იზოლირებულ განაყოფიერებას რა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ეს ხელოვნური განაყოფიერების ჩარევა რამდენადაც თვითონ დედების გამოყვანის ხარისხია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე აი ეს ხელოვნური განაყოფიერების წინ წამოწევა რა მე ამ ესეთი მიდგომა რა ჩემი აზრია ესეთი რა მესმის კახა შეაყურე გასაგებია ხელოვნური განაყოფიერება ხელოვნურ განაყოფიერებულ დედებს კიდევ თავისი უარყოფითი რაღაცებიც აქვს ასე რომ ვთქვათ იმიტომ რომ მიდრეკილია ფუტკარი ცვლილებისაკენ და თან ამდენ თანხას რო გადაიხდი მე რო შეგიცვალოს უსვათ ფუტკარმა როგორია და იკარგა წყალში არა ყველაფერი გადაყარე ასე რომ არა მარტო აი არა მარტო ეგ იცი რაშია საქმე შენ შეიძლება მიიღო ის 200-300 დოლარიანი დედა ხელოვნური განაყოფიერების იქიდან ეცადო კვერცხი გამოიყვანო ეს ყველაფერი მაგრამ ფუტკარი იმდენად მრავალფეროვანი სისტემა აქვს ფუტკარს რომ აი ეს ესეთი ჩარევა ძალიან უმნიშვნელოა რა გამიგე ძალიან უმნიშვნელო კი მოდი სანამ ამოვწურავ ახლა შეთან კითხვებს კი დაგისვამ კითხვებს შენ ახსენე ხეობები მთიანი ადგილები ანუ ლოკაციები ასე რომ ვთქვათ სადაც საფუტკრი ასე თუ ისე იზოლირებული იქნება რა ხო აი მე კახეთში ოპერირება ასე ვთქვათ რა და კახეთში არის ისეთი ადგილები აი უფრო მაღალფრთიანი სოფლები უფრო მაღალი ზონის სოფლები სადაც ასე ვთქვათ ნახევრად მთლად იზოლირება არა მაგრამ ნახევრად იზოლირება ხდება და კონკრეტულად რა ვიცი ახლა თუ გინდა შემიძლია სახელწოდებებიც ვთქვა მაგრამ იქ ხეობები არ არის იქ სოფლებია რა მიტოვებული ზოგიერთი გარემოში ფუტკარის რაოდენობა ალბათ ვისაც ყავს ცოტა არის ალბათ არა კი პრაქტიკულად მე მაქვს საფუტკრები სადაც ჩემეთი იქ არავინ არ არის რა მაინც შენი გადმოსახედი და პრაქტიკი და ან იზოლირებული ადგილის იმას მაგალითად რა რადიუსს თვლი მიზანშეწონილად რომ დაცული იყოს შენი ფუტკარი მაგალითად არასასურველი მამლებთან შეხვედრისგან ხო ეხლა რაც შეეხება აი ეს მიდგომას როგორც წესია რა როგორც წესი საფუტკრის თუ კი სწორად აქვს მამლების ფონი შერჩეული 96% ადგილობრივი მამლებით ხდება განაყოფიერება იმ საფუტკრეში არსებული მამლებით ხდება განაყოფიერება რა აი აქედან გამომდინარე კილომეტრაჟს მე იმდენად არ ვანიჭებ პირატესობას რამდენადაც მამლების დაფარვას რა იმ საფუტკრის გარშემო რა უნდა აუცილებლად იმაზე მეტი მამალი უნდა იყოს ვიდრე ჭირდება რა
როგორც ხელოვნურად ქმნის სამამულო ოჯახებს არა, ასე როგორც გავიგე. ხელოვნურად როგორც ერთი სამამულო ოჯახს არ ვქნი, მაგრამ ვცდილობ, რომ მაღალპროდუქტიული ოჯახები იყვნენ იმ საფუტკრეში, სადაც ეს განაყოფიერება ხდება რა. ხელოვნურად არ ვცდილობ მე, რომ აი მამლების გამოყვანას და ესე ბუნებრივი პროცესი მივდევ რა, ასე ვთქვათ. აი იმ ოჯახ მომეწონა ოჯახი ახასიათებს იმ ჩემ თვისებებს ვცდილობ რომ იმ ოჯახს ყველანაირად ხელი შეუწყო კორპუსი დავადგა შესაბამისად პირობები ქონდეს რომ იმან რაც შეიძლება მეტი მამალი გამოიყვანოს რომ იქიდან მოხდეს დაყოფიერება მოდი ასეთ კითხვას დაგისვა მაშინ აი მაგალითად ერთ საფუტკრეში გამოყავს პირველ ეტაპზე 100 დედაფუტკარი ამას დედაფუტკარზე მიახლოებით რამდენი ოჯახი უნდა მოდიოდეს, სადაც მამალს მიიღებს. დაახლოებით 100 დედაფუტკარს, დაახლოებით მინიმუმ 8 ოჯახი, 10 ოჯახი მაინც ჭირდება რა. აი მაღალპროდუქტიული სამამლე ფონის შესაქმნელად რა. მე ყოველ შემთხვევაში მასე ვცდილობ რომ გავაკეთო. კი ბატონო. მე დივერსიფიცირებული მაქვს მთელი საფუტკრები, არის საფუტკრები რომ მუშაობს დედების გამოყვანა არის რომელიც ძეზე მუშაობს არის ოჯახები გამრავლებაზე მუშაობს და რა ვიცი ასე შესაბამისად მე ანუ ისეთი სხვა რა გავს რამე ეშმაკური ხერხი რომ მაგალითად დედაფუტკარი დაიცვა უცხო მამლებისგან შეხვედრისაგან ასე რომ ძალიან საინტერესოა როგორ უნდა დაიცვა ახლა მე ვფიქრობ არანაირი ეშმაკური ხერხი მანდ მე მგონი არ არსებობს რა ვერანაირად ყოველ შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია ასეთი რამე იმიტომ რომ უკვე რომ მამალი ისეთი არსებაა რომ ყველგან შედის რა თავის პერიოდი როცა არა მაგ ყოველ შემთხვევაში ასეთი ხერხი კი ბატონო ანუ არ ვიცი ხა ხო შეიძლება რაღაცების გაკეთება მაგრამ მე არ ხმარობ ასეთ რაღაცებს რა ხო შეიძლება რომ იმას ცხრილები დაუყენდეს ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხლა კი ბატონო მაგრამ მე არ ვხმარობ მაგას კი დაახლოებით აი შენი გადმოსახედიდან ეს დარგი ანუ დედების იმას გულისხმობ ამ კუთხიდან რამდენი 1000 დედის წარმოება უნდა იყოს და საქართველოში და რა პოტენციალი გვაქვს ამ კუთხით როგორ ფიქრობ აი თუ გიფიქრი არ ეს 50 მილიონი დოლარი ყვილად არ ვახსენე რა თავარაუდო ციფრი ეს ისეთია რომელსაც საქართველოს შეიძლება ამ თანხის დედების ექსპორტით შემოტანა რა და ამას ეხლა რომ ვიანგარიშოთ დაახლოებით 50 მილიონი რო გაყო ესე $20 მაინც თავისუფლად გაიყიდება რა ყველა ვარიანტში რომ ექსპორტზე გასული დედები რა აი ეს $20 ეხლა გავყოთ ეხლა მილიონი 50 მილიონი გავყოთ აი ეს არის პოტენციალი რა. დაახლოებით ერთი 200,000 300,000 დედა საექსპორტო დედა თავისუფლად შეიძლება რომ. ხო 50 მილიონი ახლა მე რო გავყავი დაახლოებით 20-ზე გამოვიდა 2,500,000. და როგორ ფიქრობთ იქ? არა ეგ ეხლა 50 მილიონი რო 20-ზე გავყოთ? დიახ. ეგრე გამოდის? ახლა მე ცოტა გამიჭირდება ისეთი რამე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არის პრობლემა. როგორ ფიქრობ, რა პოტენციალი იქნება საქართველოში დედაფუტკრების წარმოებით 100,000, 500,000, 300,000, 1 მილიონი? ხო, აი ეგ საინტერესო ამას ყველაფერს აწყობა უნდა და მოწესრიგება უნდა მეურნეობას რა. ესე ადვილი ხო არ არის არა. თავარია რომ დავიწყოთ რა. დაწყება იყოს რა და
იყოს რომ ლეგალურად გავიდეს დედები, რა ვიცი. დაახლოებით ახლა კახეთის რეგიონში რამდენი ასეთი საფუძვლის მოწყობა შეიძლება? გააჩნია ხელშეწყობა როგორ იქნება, რა ვიცი. აი ეს სანაშენი ყველაფერი საქმიანობისათვის რომ მოეწყოს, დაახლოებით რამდენი საფუძვლის შეიძლება მოეწყოს? აი კახეთს ახლა მე ცუდად ვიცნობ. კახეთიდან ერთი დაახლოებით რო არ შემთხვეს კახეთი ამ მხრივ რო არ შემთხვეს ერთი 20,000 დედას მაინც თავისუფლად შეძლებს რომ აწარმოოს რა. მაგრამ თავის სისტემა ჭირდება რა ყველაფერს აწყობა და რა ვიცი ხა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კადრი და რა ვიცი ასე შემდეგ. რომ მოეწყოს ლეგალური ვაჭრობა, ინტერესი. აი ხა რა არის, იცი? ყველაფერი კი. ხო საბაზრო ეკონომიკაზე მივდივართ ჩვენ არა. რო ის მეფუტკრე რომ დაინახავს არა, რომ სადღაც ფული შოვნა, შეიძლება უხეში შედარებაა რა, ერთი სოფელი აწარმოებდა ატამს. ამ 50 წლის განმავლობაში ახაშენში პირველად ვაშლატამა რო შემოვიდა ერთი სოფელში იყო და თითოეულა პიროვნებას ჰქონდა. ეხლა ვაშლატამას აწარმოებს მთელი კახეთი. და სერიოზულად ეხლა იმ დღეს პრემიერ-მინისტრს მენდი და სერიოზულად მილიონობით შემოსავალი შემოდის ვალუტის სახით ვაშლატამას ექსპორტით რა. რო დაინახავს ის გლეხი მეფუტკრე და იმასში ფული იშოვება და შეიძლება იქიდან იმას ბაზარი თვითონ განსაზღვრავს, გამიგე? ეხა ძნელია იმაზე ლაპარაკი, რომ რამდენ შეძლებს და როგორ შეძლებს. დღეს შეიძლება მე ვაწარმოებდი 100 დედას და რო დავინახავ რომ ამაში ამ საქმეში ფული იშოვება, შეიძლება 10,000 ვაწარმოო ხვალე. გამიგე? ეს აი ბაზრის ის არის რა, მოთხოვნა განსაზღვრავს ამ ყველაფერს. კი. კახა მადლობა, ფაქტიურად არც ერთ კითხვაზე თავი არ აგირიდებია და პირდაპირ თქვი ესე იგი. ხო, კახელი ვარ და სხვანაირად როგორ შეიძლება. კი ბატონო. მადლობა. წარმატებები. კითხები და რამე თუ იქნება, კიდევ შეიძლება თუ დაგვრჩები ლაივში, კარგი იქნება. მოდი, შემდეგი კითხვით მე უკვე გადავალ. ბატონ ბესოსთან ჩვენ ჯონით შემოგვიერთდა. ასე რომ ვთქვათ, ჯონი 1-2 სიტყვა დაელაპარაკე, კარგი, მოგესალმე. ჯონი ისმის სხვა? ხმა არ მოდის ჯონი. ჯონი სამ არის ტექნიკური პრობლემა. ხმა არ მოდის ჯონი, ხმა გავასწოროთ, კარგი? კარგი, მოდი მე გადავალ ახლა ბატონ ბესოსთან. ბესოს ჩაჩხიანი, ასე რომ ვთქვათ, ეს არის კომპანია BJO. თვითონ ბესოს თავის მეგობრებთან ერთად გია იოსელიანთან, ბატონი ამბროსისთან ერთად აწარმოებს დედაფუტკრებს და ამ კუთხით აქვს ერთ-ერთი დიდი წარმოება, ასე რომ ვთქვათ. თუმცა ეს წარმოება ბოლო ეტაპები, თუნდაც სტროფელავსიდან გამომდინარე, არ ვიციეთ ახლა როგორ ვთქვათ, როგორ ბიძის, როგორ მიმდინარეობს, როგორ ვითარდება და მოდი ეს ყველაფერი ეს პრობლემები და ამის შესახებ ბატონ ბესოსთან მოვისმინოთ. და ასევე ბატონ ბესოს მერე ვთხოვოთ აი მისი მეთოდიკა, როგორ რა გზებით, რა სანიჭებს უპირატესობას, მაგალითად ბატონი კახა უპირატესობას 6-დან 6 ჩარჩოიან უბრალოდ უასწრავად შეცდომისათვის 6 ჩარჩოიან დადანის ნუკლეუსებს ანიჭებს უპირატესობას. ბატონო ბესო, თქვენთან როგორ არის და თქვენთან როგორ ხდება? მოგესალმებით. ისმის არა ჩემი ხმა? კი, ბესო ისმის. ხო, მოგესალმებით, ცოტა გვიან შემოგიერთით, რაღაც მეც ხარვეზი ქონდა, რაღაც შემოვედი ცოტა ადრიანად. ესე იგი, დედაფუტკრებზე ჩვენი ხედვა ეგეთი არის წელს მithumetes. წელს ახლა ჩვენ ძალიან ნაკლები რაოდენობის დედები გამოვიყვანეთ. ეს განაპირობა მუშახელის ნაკლებობა რა, რომელიც დეფიციტი შეიქმნა. კადრს ვერ შოულობ, კადრს რა უბრალოდ მომხმარეს ვერ შოულობთ რა.
ფაქტიურად წელს გამოვიყვანეთ 1500 დედა. ეს ის ნახევარი ჩემთვის, ჩემის საფუძვლისთვის. და ფაქტიურად უკვე შევწყვიტე დედების გამოყვანა რა. სხვა კიდე ახლა მაგალითად შარშანდელიდან გამომდინარე, ბესო შარშანდელს რო შევადაროთ, შარშან წინ რა რაოდენობის დედები გამოყავდა? დედები თანდათან უკლებთ რაოდენობას ჩვენი მითი რა ქვია ჩანაწერებიდანაც აშკარად ჩანს რომ ეს ჩვენ ძირითადად ვიყავით თურქეთზე დამოკიდებული თურქეთში გადიოდა უფრო ჩვენი დედები. ახლა ისეთი მოთხოვნა შეიქმნა წელს მაგალითად რომ სადღაც 1000 დედა რო ყოლოდა აქაც გაყიდიდი საქართველოში. მაგრამ წელს მუშახელის ნაკლებობამ გამოიწვია მუშახელი ვერ ვიშოვეთ დამხმარე რომ ვთქვათ უხდიდით 70 ლარ დღეში და ვერ ვნახეთ რა. და მაგან განაპირობა თან ამინდებმაც განაპირობა კიდევ ერთ-ერთი ძალიან ცუდი ამინდები იყო თითქმის ამინდიც ვერ დავიჭირეთ ისეთი რომ თქვა დედებზე გვემუშავა რა. და ამ დედებზეც ჩემი გამოცდილებიდან ახლა მე რო უკვირდები ესე იგი თუ გამოყავს უნდა გამოიყვანო ხარისხიანი დედები რა. ესე აზრი არა აქვს ახლა ეს აგვისტოში გამოყვანილი დედებს მაგალითად ზოგიერთი რო იძახის აგვისტოში გამომყავს. ყველაზე საუკეთესო პერიოდი არის გაზაფხულზე გამოყვანილი დედები. ყველაზე დიდ უპირატესობას მე გაზაფხულის დედებს ვანიჭებ. და ორმაგით ყრობით გამოყვანილ დედებს. ახლა გვაქვს ჩვენ რაღაც შედეგი რა გაკეთებული და რავი შეგვიძლია ერთ თვეში ეს დედაფუტკრების ნაკვერცხი მაგალითად მასიურად შევადაროთ ჩვეულებრივ გამოყვანილ დედას რა. და ჯობია გამოიყვანო ხარისხიანი და გაზაფხულზე მით უმეტეს ვიდრე შემოდგომაზე მაგალითად აგვისტოში. კიდე ერთი ის რომ იგი რა ქვია ძალიან დიდი დაკვირვება უნდა დედების გამოყვანას რა ღალიანობა როგორ არის თუ სადღაც კილომდე გადააჭარბა შემოსავალი უფრო ნაკლები ხარისხის დედების გამოდის მაგ პერიოდშიც რა. ანუ გულისხმობ როცა ღალა არის და ფუტკრის ოჯახში 1 კილო ან კილოზე მეტი ნექტრის რაოდენობა შემოდის. კი, ძალიან იგი ნაკლები ხარისხის დედები გამოდის მაგ პერიოდში. მოდი, ბესო, მოდი ახლა ჩვენ მაყურებელს გიყურებს და საინტერესო თემაა წამოჭერი, ახლა ჩვენ კახამ სულხანაერად თქვა, შენ ახლა უკვე სულხა მიმართულებით ისე იგი დაგვანახეს ყველაფერი. მაგალითად რატო ანიჭებ გაზაფხულს უპირატესობას და მაგალითად რატო არ ანიჭებ უპირატესობას თუნდაც ზაფხულის ისეთ თვეს როგორც არის ივლისი ან აგვისტო ასეთი რაღაცა. რა განსხვავება ხდება? მაგ უკვე ტემპერატურაზე არის ბატონო ალეკო, ესე იგი 25 გრადუსს თუ აშორდა უკვე ტემპერატურა, უკვე ნაკლებად ხარისხიანი დედები გამოდის. და მაგ პერიოდში აგვისტოში და იმაში უკვე ძალიან დიდ ტემპერატურაზე ადის, იგი რა ქვია. ნუ რა არის? ყურე მოდი კიდევ ჩაგეკითხები ეს აგვისტოში გამოყვანილი დედები მალე გამოდის წყობრიდან. მალე გამოდის, კი ბატონო, მალე გამოდის წყობრიდან რა, მაგის დაკვირვება უკვე წლებია ჩატარებული მაქვს, რომ ძალიან მალე გამოდის წყობრიდან მაგ დედები, სადღაც ერთი მოსავალის მერე უკვე აღარ ვარგა. კი ბატონო, ანუ ნაკლები კვერცხელობა ხო არის ეს გამოწვეული? 20%-მა შეიძლება გაჩვენოს მეორე მოსავალი აიღოს რა. ანუ მათი გამოცვლა მალე ხდება, შეცვლა მალე ხდება. ხო არ არის იგი ბესო ეს გამოწვეული იმით, რომ გაზაფხულზე უფრო მეტი მამალი ფუტკარია, ხოლო ზაფხულში უფრო ნაკლები. გაზაფხულზე კი ბატონო, ხო, არა, მაგიც მამალიც არის, კი, ერთ-ერთი მაგიც არის დომინანტი მაგალითად, მაგრამ თვითონ ფუტკარიც აქტიური არის, მეტი რძის ჩასხვის უნარი აქვს ფუტკარს.
ვიდრე აგვისტოში გადამხმარ იმაზე, მაგალითად შემოსავალი რო არ არის და იგი უფრო გამომშრალი არის ფუტკარი ფაქტიურად და ხო. მან და ანუ არის შენ ამბობ ძირითადად რომ უფრო კვებიდან გამომდინარეა, კვების რაციონი. კი ბატონო. ნუ მაშინ უნდა შეირჩეს რეგიონები, მაგალითად, ახლა მან სახელმწიფო თუ არ ჩაერთო მაგ დედების გამოყვანის იმაში, როგორი არის, იცი ალეკო, იგი რა ქვია. აი ხა მე რო გამომყავდა 7500 დედა მყავს გამონაყვანი. ხო? ეს მე მიტო დავანები ახლა მაგალითად ისე დიდი რაოდენობით ამ ციკლს რო ააწყობ მაგალითად დედების ხო უკვე ძნელია რომ ამ ხელაში რომას რო ჩადებ მე გაყიდვა უკვე მოთხოვნა კი იყო ახლა წელ საქართველოში მაგრამ არის ეს ახლა მაისი დამთავრდება და ჩათვალე მე რო უკვე დედები აქ ჩვენთან ძალიან ცოტა იყიდება კი. დაია 7500 დედის გამოყვანას. დაახლოებით რა რაოდენობის 250 ფუტკრის ოჯახებს. 250-300 ოჯახს ვიყენებდი მაგ 7500 დედის გამოსაყვანად. ესო თუ საიდუმლოა ახლა მახსენა ნუკლეუსები 6 ჩარჩოიანი თქვენ როგორ იმას იყენებთ ამ შემთხვევაში? მაგას ახლა არაფერი დიდი ის მაგას გაანაყოფიერებ თქვა პატარა იმაში თავარია დიდხან არ უნდა გააჩერო იმ პატარა ნუკლეუსში გააჩერებ თუ მე მაგათი დავწმუნდი დიდი არაფერი შედეგი არ და უბრალოდ პატარა იმაში რა ქვია ყუთში დედა ისე იმდენად ვერ იზრდება იმიტომ რომ კვერცხს ვერ დებს ბევრს როგორც კი გადაიტან იმას ჩვეულებრივ სკაში ის ჩვეულებრივად მე იზრდება დედა და უფრო მეტი ის აქვს რა შეხედულება მაგალითად ახლა 6 ჩარჩოიანზე და დიდ ჩარჩოიანებში უფრო რო შეხედავ დედას უფრო ის არის რა ქვია მოზდილი არის და გონია რომ მაგითი იგი არის რა ქვია და მე მაგითი ვერაფერი დიდი დასკვნა ჩემი გემიდან გამოცდილებიდან არაფერი დიდი შედეგი არაფერი არ დადო იმანაც კარგად გააგრძელა პატარაშიც განაყოფიერებულმა და დიდ იმასიც რა ქვია 6 ჩარჩოიანში სიტყვაზე მაგრამ თავარია ხარისხი აქ დედების და როგორ გამოყავს დედები ახლა დედები ახლა ამბობდა რომ დიდი პოტენციალი გვაქვს მაგრამ არ არის 100 ადვილი ხარისხიანი ახლა დედებს გამოიყვან მაგრამ რამდენად ხარისხიანი იქნება მაგით თავარი ხარისხი რას გულისხმობ ხარისხის დაცვა რა ქვია რეჟიმის მაგალითად რა დროს ყველა დროს დედები არ გამოდის ერთ ხარისხიანი დედები ყველა პერიოდში რომ მაგალითად ახლა მიადგე კი რაღაცა სადედებს ჩამოაშენებიებ მაგრამ იქიდან ხარისხიანი დედები არ გამოვა და ახლა მაგ დედებს ვერ გაყიდი ევროპაში მაგნერ დედებს დედები უნდა აიწონოს თავიდანვე რო იჩეკება მაგალითად თავიდანვე ეს მაგალითად ევროპაში იწონება ის ხარისხიანი დედები ანუ რამდენი მილიგრამს იწონით დედა და რამდენი უნდა იყოს უნდა სადღაც 2 და 2.5 თუ არ ვცდები. კი. და უყურე ახლა წინა იმაში ახსენა ახლა უყურეთ ანუ მე ფუტკრის ოჯახებს ვარჩევო შემდეგნაირად ზამთარ გამძლეობა დაავადებები პროდუქტიულობა ექსტერიერი კი მაგი აუცილებელია აი მაგია მე თავარი კი რომ ძალიან არ არის ასე ადვილი მაგ ხარისხიანი დედების გამოყვანას რა მაგას თავისი დრო უნდა თავისი კვერცხის ასაკსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ასაკს ჩაალაგებ დანამყნობის დროს ძალიან ბევრი საქმე კი და ერთი შეკითხვა კიდევ ბესო შენც და ანუ ახლა დღეს ვინც ვართ აქ წარმოდგენილი ლაივში თქვენც და ბატონი მამუკაც ესწრებოდა მუხურში როდესაც სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა წარადგინა სანაშენე საქმიანობაზე პრეზენტაცია კი მე დარწმუნებული ვარ ახლა სამსაღამოს თუ არა ხვალანზე ამ ლაივს ვიღაც
სახელმწიფო წარმომადგენელი გადაახვევს და შესაბამისად მოусმენს პრობლემებს. თქვენ ახსენეთ სახელმწიფოს დახმარება პრობლემები. აი ამ სანაშენე საქმიანობაში პირველ რიგში რაში გამოიხატება სახელმწიფოს ხარდაჭერა და რას ისურვებდით, მაგალითად, აი რაში გჭირდებათ, რომ დაგეხმაროთ სახელმწიფო, რა კუთხით. სახელმწიფო რა მიმართულებით? ჯერ უნდა აიქცეს მუხურავში კი მე ძალიან ის მომწონს რომ მან დაცები კეთდება მუხურაში, მაგრამ ამ დედების მარტო მუხურათი ახლა მაგალითად დედების გამოყვანაც რო დაიწყო ნახა იქ მასიურად ჯერ ამ პერიოდში დაიწყევენ სადღაც მაისის ბოლოდან მანამდე მან უკვე არ არის ის ტემპერატურები თქვათ რომ ადრიანად დაიწყოთ მან დედების გამოყვანა სადღაც უნდა შეირჩეს აი მაგალითად თქვენ საფუძვლში სანაშენეზე მუხური საერთოდ ამოაქვთ ახლა თქვენ მუხური მოიყვანე უბრალოდ რომ ახლა იქ ჩატარდა პირველი შეხვედრა და პრეზენტაცია ესე იგი მოხდა იქ აი მე მაინტერესებს აი თქვენ მაგალითად იმერეთში გსურთ სანაშენე საფუძვლის გაკეთება ამისი პრაქტიკული გამოცდილებაც გააქვთ და ყველაფერი აი რა პრობლემებს აწყდებით რაში გჭირდება პირველ რიგში სახელმწიფოდან დახმარება და რა მიმართულებით სახელმწიფოდან დახმარება რატომ ამბობ კიდევ ანუ გამარტებას გავაკეთებ პირველი ივლისიდან ანუ მეფუტკრეობაში ჩაიშვება პროექტი გამიგეთ როგორც საფუძვლების განვითარებისათვის ასევე საიგმისი თაფლის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ასე რომ ვთქვათ მაგრამ ჩვენ როცა ხონდა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ბატონი ლევან უჯმაჯურიძეს ესწრებოდა ამ შეხვედრას და იქ მე ვახსენე რომ რახანეს ამოდენა პროექტი კეთდება ხوار ჩართოთ აქ სანაშენე საქმიანობის კიდევ ელემენტებიც გამიგეთ არა მე ამ შემთხვევაში თქვენგან უნდა მოვისმინო და საჭიროებები ანუ რას ხედავთ თქვენ რაში უნდა დაგეხმაროთ და სახელმწიფო ინვენტარი იქნება ეს ლოკაცია იქნება თუ სხვა რამე თუ ლოჯისტიკა რაღაცა რაში გჭირდება სახელმწიფოს დახმარება აი ეს დეტალები შეიძლება ახლა უცბად ვერ მოვიფიქროს ადამიანმა მაგრამ აი პირველი გადასახედიდან ნაფიქრი გექნებათ ამაზე აი სახელმწიფო ახსენეთ დახმარება ახსენეთ რაში გჭირდება სახელმწიფოს დახმარება პირველი ის რომ მაგალითად ახლა ჩაოლებრივ ახლა მაგალითად მე მაგალითად ჩემ თავზე რო აყო ну მჭირდება სახელმწიფოდან იმის დახმარება რომ ეს მომიგვაროს ეს თქვათ კაი მე გავაკეთე მე ველაპარაკე იქ მუხურაში იქ რო იყვნენ ჩამოსულები კი ბატონი ნოდარიცის იყო კი ხო ესე მომთხოვეს ესე იგი ჩაოლებრივად იგი რა ქვია ესე იგი აღრიცხვაზე და კი მე დავთანხმდი მე ვთხარი მე აღრიცხვაზე დავრეგისტრირდები და იმას ვიზამ, მაგრამ მე წავუყენ რომ მე ვთქვი აი ეს ადგილი მე ვთქვი სად უნდა გავანაყოფიერო მე რომ ნამდვილად ესე იგი დავამტკიცო იგი რა ქვია ეს არის იგი რა ქვია სუფთა თქვათ იგი რა ქვია ხო, ანუ უცხო მამლები, უცხო წარმომავლობის მამლები რა შემოიჭრას ჩემს იმაში, ასე რომ თქვა ლოკაცია. ხო, ახლა მაგის იგი აი ადგილი, მე ვთხარი, აი სად იმასა ვქნა. მე ვთხარი, აი მაგაზე ვერ გამცა პასუხი. აი თქვა რომ აირჩეს სად უნდა გავანაყოფიეროთ, თქვა რომ აი თქვა ევროპაში გავიყვანოთ ეს დედები მაგალითად, ხო? და აი რო ჩამოვლინ და რო გეტყვიან სად ანაყოფიერებ ამ დედებს, თავისთავად ისინიც დაინტერესდებიან, ხო, რომ მოვლენ ჩვენთან. რო სად ანაყოფიერებ დედას მაგალითად ახლა იგივე საფუტკრეში ანაყოფიერებ და შენ იტყვი მე რომ ეს არის თქვათ უმაღლესი ხარისხის ნუ არ დაგიჯერებენ ხო მაგას ნუ მაგნერია ის ადგილი ჭირდება რომ რაღაც გამოიყოს რაღაცა თქვათ სადმე შეირჩეს სადაც ეს მოთავსდება ეს ძლიერი ოჯახები სანაშენე ოჯახი და იქ გავანაყოფიერებთ ამ დედებს. მაგაზე ვერ იმას მიქნეს, ვერ გამცეს ისეთი იგი. შევჩეული ესეთი ადგილი. ხო, ხაგისე. ხო, მე გეტყვი ახლა რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო. დიახ. ხო აქვს მუხურაში ცენტრია რა. კი. ხო აწარმოებენ გარკვეული რაოდენობის დედებს. კი, მაგრამ ვიცი, ყურმოყვრით ვიცი რომ აწარმოებენ. ხო აწარმოებენ. კი. ერთი ლინებონ
ლოჯისტიკურად გამართონ ყველაფერი და გაყიდონ ევროპაში, საფრანგეთში გაყიდონ, გერმანიაში გაყიდონ. Სადაც მოთხოვნაა, სადღილო პირველი ლოკომოტივი გაიტანონ. გაიტანონ რა, შექმნან ბრენდი, ბრენდი შეიქმნება თუ არ იქნება რა, ყოველ შემთხვევაში გაჭრან ბილიკი რა. და მე უკვე მიყვები ჩვენს. ხო ჩადეს ფული. ხო გააკეთეს ყველაფერი, იდეალური ცენტრია ყველაფერი, ღმერთმა გაუმარჯოს. ხელოვნური განაყოფიერების რაღაცები ხო გაკეთდა რა ყველაფერი. გაჭრან ბილიკი. და მე მეც მიყვები, ბესოც მიყვება და ბევრი სხვა მეფუტკრეც რა. რა არის მაგაში რთული და გაურკვეველი კაც? არა, კი. უბრალოდ ახლა მე მიყვები დაარეგისტრირონ, გააკეთონ ყველაფერი და გაიტანონ რა. გარკვეულ რაოდენობას საცდელად. და მე გითხრა რომ აი ჩვენ ასე გავაკეთეთ. ეხლა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს რომ ძელ სოფლიოში მოთხოვნა, უზარმაზარი მოთხოვნა. ძელ სოფლიოში. და არგენტინელმა რაზე უნდა ყიდიდეს ქართულ დედებს, კავკასიურის ეძახიან ქართულ დედებს, არგენტინელი, ბრაზილიელი რაზე უნდა ყიდიდეს, თო კოლუმბიელი. თვითონ გაყიდონ ახო სახელმწიფომ ფული ჩადო, გააკეთა ყველაფერი, იქ სპეციალისტები არიან. გაჭრან ბილიკი და წავიდნენ, რა ვიცი, ჩემი აზრი ესეთია. კი. ისაღებია აი უნდა უთხრათ იმ მინისტრად ახლა შეხვედრებზე და იმაზე, იმ მოადგილესაც. რა არის მანდ გაურკვეველი არაფერი, რა ვიცი, ამას სჭირდება ელემენტარული რაღაც ის ყველაფერია რა. კი, ანუ არგენტინელი ახლა გიასთან ჩამოდის. ალეკო. დიახ. არგენტინელი ჩამოდის ახლა გიასთან, ახლა 1-3 დღეში ჩამოვა, მიყავს დედები და ყიდის კავკასიის დედებად. გამარჯობა შენ და ყიდის ამერიკაში. და აქ ჩვენ ვიმიზეზებთ რომ ფრენა არა გვაქვს იმაზე. ამ პირდაპირ ფრენები არ არის და რაღაცა. ე ბატონო. ეხლა ის ვიღაც არგენტინელი წაიყვანს აქედან, იქ გაანაყოფიერებს და ქვეყანაში შეყრის რომ განაყოფიერებული დედები მიყავს. ხო, არა, იქ ხო გამოყავს რა მასალას წაიღებს ჩვენ და გამოყავს. ამ დროს კიდე არგენტინაში ქმნის სანაშენე მეურნეობას კავკასიურ დედებზე და შესაბამისად მე ამარაგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეფუტკრებს. ასე გავიგებ სწორად არა? ხო, კი. არა, სხვაგანაც ყიდის, ყველგან ყიდის. კი. ერთი ორჯერ ხო, ანუ სუსტად ეს მინდა გამიგეთ, ანუ აი ეს პრობლემები, კახა, მადლობა. გასაგებია. კი, რთული თემა არის და გეთანხმები იმაში, რომ პირველი გზა გასაჭიროა, აი როგორც თაფლის დროს პირველი ექსპორტი გაიჭრა და მერე მიყვა, იგივე არის გასაკეთებელი დედაფუტკრების ექსპორტთან დაკავშირებით კიდე. მაგრამ მაინც უყურეთ, მე რა მინდა იცით? აი რა გჭირდება მაინც სახელმწიფოსაგან? კი ბატონო, ახლა ჩვენ პრაქტიკოსები ვარ და სახელმწიფომ ახლა იმდენად ალეკო ეს რამეს რა ჩავერთობი და აი მოკლედ ვიტყვი რა. აი დედების თემა იმხელა დიდი ყოზრი გვიჭირავს ჩვენ რომ თაფლთან ამის შედარებაც არ შეიძლება რა. გამიგეთ? არ შეიძლება მაგის შედარება რომ თაფლი რაც არ უნდა არ არის საქართველოს ბაზარი მორგებული იმაზე რომ იმდენ თაფლის წარმოებას ვერ შევძლებთ ჩვენ. გამიგე, მაგრამ შევძლებთ დედების წარმოებას, რომლისგანაც შემოსავალი ბევრად უფრო დიდი იქნება. გამიგე? რავი, ჩემი აზრი ესეთია და ეხლა ბესო დამეთანხმება რა. თავის დროზე როცა ყველაფერი კარგად იყო, ბესო კარგად იცის და გიამაც და ყველამაც ბევრმაც იცის, როგორ რა ფული კეთდებოდა დედებში. კი. მე როცა დამისვე შეკითხვა. ეს ყოზრი ჩვენ გვიჭირავს, გასმის? ბუნებრივად გვიჭირავს. მე როცა დამისვეს შეკითხვა ამ სამინისტროში დაახლოებით რა პოტენციალი იქნება, ნუ პირველი მასში არსებული რესურსით მე ვთქვი რომ დაახლოებით 100,000 დედაფუტკარი. ნუ 100,000, 100,000-მდე ასე რომ. მაგრამ თუ გამოავითარეთ უფრო მეტიც იქნება ასე რომ. ხო გეუნები არა, ეს ყველაფერი არის ძალიან ადვილად მიღწევადი, გამიგე. თავარია რომ
ის გაიჭრას რა, ასე ვთქვათ რა. დაგაიხსნას რა. ორია სახელმწიფოდან ესე იგი 1-3 კაი მეფუტკრე შეირჩეს ცოტა ნორმალ ალო ისმის ისმის პესო. 3 კაი მეფუტკრე შეირჩეს თქვათ კახეთში, იმერეთში ან სამეგრელოში თავიდან, ვისაც ვენდობით და იმათმა გამოვიყვანოთ თქვათ სიტყვაზე რაღაცა 50 დედა იქნება რა. ეს ამ გაგვატანიონ ეს დედები მოგვეხმარონ ამის იმაში. ხო და დანარჩენს ანუ აქ როგორც მესმის, ყველაფერი მაინც მიდის ლოჯისტიკამდე, ანუ მოწესრიგება ლოჯისტიკის, რომ დედების ექსპორტი მოხერხდეს. ხო და ეს 3 ადამიანი შეირჩეს, ვინც აქ მუშაობა თქვა, თუგინა 5 იყოს, არა პრობლემა. შეირჩეს ნორმალური 5 მეფუტკრე ან 10 ერთი იყოს, ბესო. ერთი იყოს, ერთი პრეტენდენტი გახდეს რა. ერთი იყოს, 2 და 3 არ არის საჭირო, კაც. კი ბატონო, კი, მაგით შეიძლება ერთი იყოს. მაგით შეიძლება გაიტანონ იმ მუხურიდან რა პრობლემაა, გაიტანონ. გავიტანოთ ხო ამ მუხურის სახელით გავიტანოთ ეს დედები თუ არა ჩვენ გამოვიყვანთ აგერ და მუხურის სახელით გავიდეს სიტყვაზე, მაინც სახელი აქვს და რაღაცა. არა, მუხურის სახელი რა შეაშია, როცა უბრალოდ აქ კახამ თქვა როგორი კუთხით იცი, ახან უკვე ჩამოყალიბებული მეურნეობა არსებობს, სახელმწიფოს გვერდში უდგას ყველაფერი. პირველი გზა, ასე ვთქვათ, მუხურმა გაკვლიოს, მაგრამ შემდგომ უკვე თქვენ კახასაც, შენც გექნებათ უკვე თქვენი სახელით გასაწანი, იმიტომ რომ ახლა მუხური იქ რა შუაშია. უბრალოდ მუხურმა რო გააკვალოს, ასე ვთქვათ, ამაზე მეტი საუბარი. გზა რო მასაქნას, გავიდეს ერთი მაქედან, მუხურის სახელით რო გავიდეს დედები. მე როგორც ვიცი, ახლა მუხურიც ჩართულია ამ სტატუსის მიღების საქმეში, გამიგეთ და მუხურმაც უნდა გაიაროს უნდა რაღაცა გარკვეული ეტაპები. აი მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გვერდით დაუდგას, მასაც რაღაცები გასავლელი აქვს, ასე ვთქვათ და უბრალოდ რა არის იცით, ეს მე მგონი ეს ყველაფერი უფრო ხერხდებოდა, მე მქონდა იმედი, რომ უფრო ადრედაც გაკეთდებოდა დედების ექსპორტი, უბრალოდ ტროპელასოსის შემოსვლამაც ხელი შეგვიშალა რა ამ კუთხით. მაგალითად შეუშალა, კი. ის სამუშაოები რაც მიდიოდა ამ კუთხით ფაქტიურად ჩააგდო რა. თუმცა ახლა ისევ რახან დაიწყო ეს ძვრები სახელმწიფოს მხრიდანაც უფრო მოსავალნეა ისინი რომ ადრე თუ გვიანეს ტროპელასოსი რასაც ვიზახი ჩვენ ევროპაშიც შეაღწევს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ახლა რო სომხეთში არის, აზერბაიჯანში არის ვიცით და ალბათ დღე-დღეზე თურქეთში კიდევ შევადა. ჩემი მონაცემებით კიდევ რასაც ინფორმაციას ვაკვირდები, ბელარუსში უკვე არის ტროპელასოსი და ბელარუსიდან კიდევ პოლონეთი და იმამდე კიდევ ასე ვთქვათ ერთი ნაბიჯი არის. და ბულგარეთში არის უბრალოდ ბულგარეთის ვითარება იქ რა ხდება და როგორ და რანაირად. თუმცა მაგის გარკვევად ბატონო ამერიკაშიც არისო მაგიო და ტროპელასოსი არა, ამერიკაში არ დადასტურდა ასე ვთქვათ ტროპელასოსის იგი, ვაკვირდები ახლა ჩვენს კიდე მონაცემებს ახლა და ვინმე თუ სამე შეიყვანა რამე ეს არ ვიცი ახლა და რა არის იცით, ეს არის ტკიპი, რომელიც ფუტკარს მიყვება და ნებისმიერი რეგიონიდან შეიძლება გაყვეთ, მით უმეტეს აზიის ქვეყნებიდან. თუ ხდება ისე იგი, მე მით უმეტეს დღეს ტვირთების გადაზიდვა პამინდებით კონტეინერები დაინებით რო არის, შეიძლება ფუტკრის ოჯახი კიდე გაყვეს ნაყარი, ასე ვთქვათ და ნაყრიდან შეულებრივად მერე მოხდეს მისი გადავრცელება რა, ასე რომ. სხვადასხვა ამ თემას უცას ეს თემა იყო, რომ ამერიკაში დაფიქსირდა ერთ-ერთი მასში, საზღვაო პორტში, რომ ერთ-ერთ კონტეინერში იმყოფებოდა ფუტკრის ოჯახი. და მერე ეს ფუტკრის ოჯახზე დამუშავდა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ტროპელასოსი არ დადასტურდა რა, ასე რომ. ისე აზიის ქვეყნებიდან მოდიოდა ის კონტეინერი კიდე. კი ბატონო, კარგი გასაგებია ეს ყველაფერი. მოდი ახლა მე გადავალ ბატონ ზორისთან. ბატონ ზორის ყველა ვიცნობთ, ასე რომ ვთქვათ, კითხვები რამე თუ გვექნა ერთმანეთს შორის კიდე მოგვერიდება დავუსვათ ერთმანეთს და მეც დამისვით კითხვები კიდე.
ბატონი ზორი არის სამცხე-ჯავახეთიდან და შესაბამისად მეფუტკრეობასაც დედების გამყოსად ეწევა და მე როგორც ვიცი, საკმაოდ ფართო მომხმარებელი ცხავს ამ დედების მიმართ შიდა ბაზარზედაც კი. კარგით, მოდი ბატონო ზორი, მოდი დავიწყოთ თქვენგან ახლა ამ შემთხვევაში. თქვენ თუ რა პრაქტიკით სარგებლობთ თქვენს საფუტკრე მეურნეობაში? როგორ გამოყავთ დედები, რა საინტერესო უპირატესობას, აი მაგალითად აქ ბატონმა ბესო მახსენა რომ გაზაფხულზე უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს ყურადღებას. კახა მახსენა რომ გარკვეული კრიტერიუმები აქვს და იგივე აქვს ბესოს კიდევ ზაფხულგამძლეობა, დაავადებები, პროდუქტიულობა, ექსტერიერი. თუმცა კახამ ისიც დაამატა რომ უპირატესობას ანიჭებს ექვსჩარჩოიან დადანებში გამოყვანილ იმას. ბესომ თქვა რომ ნუკლეუსების ასე ვთქვათ დროებით სანაყოფიერებლად და მერე ასე ვთქვათ ეს კარგი არის ასე ვთქვათ. ნუ ეს ცოტა საგამათო თემებია. მოგესალმებით და აი თქვენთან როგორ ხდება? მოგესალმებით. მე უფრო ივნის-ივლისის თვის გამოყვანილ დედებს უფრო ვაქებ. იმიტომ რომ ჩემ რეგიონში ცოტა შედარებით ცივი ადგილია და მაისში იმდენად არ გამოდის ხარისხიანი ჩემ რეგიონზე ალაპარაკი და შეიძლება კორეაში გამოვიდეს ხარისხიანი დედები. მაისის თვეში წეს მაგალითად ცუდი ამინდები რო იყო, ძალიან ნაკლები იყო მამალი ფუტკარიც. და მამალი ფუტკრისგან ძალიან ბევრი დამოგიდებული ხარისხი დედის. მე უფრო გამომყავს დიდი რაოდენობები ივნისი და ივლისის თვეში. დედები კიდე გამომყავს ბუნებრივ გზით დიდ ძლიერ ოჯახებში აბაშენებინებ სადედებს და მერე 4 ჩარჩოიანი პაკეტის ხუთებში განაყოფილდება. მინინუკლეუსებით არ მუშაობ მე. ისეთ ადგილზე ვარ, რომ დაცულია ყველანაირი ჯიშის ფუტკრისგან, ამ ჩემ ტერიტორიაზე სხვა ჯიში არ არსებობს, მუშაობ სუფთა ქართული ჯიშის მესხური პოპულაციაზე. საზღვიდან 1-20 კილომეტრში ვარ, იქ თურქეთში შანსი არ არის, რომ გადავიდეს ან იმისი ჯიში, იმისი ხაზი მოვიდეს ჩემთან. და ამ ჩემ ტერიტორიაზე კიდე ვინც არიან მეფუტკრეები, ყველა ჩემი გამოყვანილი დედებით მუშაობენ. ივნის-ივლისი, sorry, თქვენ ახსენეთ რომ ივნის-ივლისს ანიჭებს, ნუ გასაგებია. ყველა ზონას და მithume სამცხე-ჯავახეთშიც თავის ის აქვს ანალურობა, ასე ვთქვათ, გასაგებია კოლხეთის დაბლობზე ფუტკრის ოჯახების განვითარება ადრე იწყება, თქვენთან შედარებით კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ივნის-ივლისში. ანუ თქვენს გამოდის რომ დედების ხარისხს პარალელს ავლებთ მამალი ფუტკრების რაოდენობასთან, არა? ანუ უკეთესი კი, აუცილებლად. მე გაზაფხულის დედებს უფრო არ ვიძახი რომ ხარისხიანია, იმიტომ რომ ჩვენთან ალბათ კლიმატია ასეთი სრულად ვერ განაყოფილდება. მით უმეტეს ასეთ ცუდ ამინდებში შეიძლება რომ განაყოფილდეს ერთ მამალთან ან ორ მამალთან და ძალიან მოქმედებს მერე ხარისხზე. მაგითომ ჩემი პრაქტიკიდან ვიძახი რომ ივნის-ივლისის განაყოფილებული დედები უფრო კარგია. მე ადრე გაზაფხულზე ყოველ წელიწად ვიდი 1 წლის დედები, ანუ სეზონზე გამოყვანილები შევინახავ და ჩემი მოხმარებიც ყველა მიცის, რომ აი აქამდე ვყიდიდი შაშანდელებს და ეხლა უკვე წველანდელები დავიწყე გაყიდვა, მაგრამ წეს რაღაცნაირად ძალიან არ გამოდის რა, უამინდობის გამო არ გამოდის საქმე კარგად. გამოვიყვან, აი თქვათ 100 დედა განაყოფილდება 50-40%, მეტი ვერ განაყოფილდება.
კი ბატონო. Sorry. ეს როგორი არის რაღაც თქვენ საფუძველში ეს პატარა ნუკლეუსები გაქვთ, მინი ნუკლეუსებსაც ეძახიან თუ ჩვეულებრივი? პატარა ნუკლეუსები არა, ერთი ცალიც არა მაქვს. მე მუშაობ დადანის ჩარჩოებზე და ყველაზე პატარა არის 2 დადანის ჩარჩო ჩემთან. მაგაზე პატარა მე არა მაქვს. და 3 საფუძვე მაქვს, სულ დიდი საფუძვლები არიან 3. სადაც განაყოფილდება დედები, მან არის ძალიან ძლიერი ძირები და ხარისხიანები, რომელიც ხედავ რომ უხარისხოსკენ მიდის, გავაუქმებ ეგ ხაზი. აღარ გავუშვებ რომ საფუძველში სადაც უნდა განაყოფილდეს, მანდ იყოს ან დავადება შევიდეს, ან რაღაცა არ არსებობს. თუ საიდუმლო არა, sorry, დაახლოებით რა რაოდენობის დედები გამოყავთ სეზონურად და რჩება თუ არა გაუყიდავი დედები? გაუყიდავი შენ აქამდე არასოდეს დარჩენილა, შაშან დაახლოებით ვიძახი, ზუსტი ციფრი ვერ გეტყვი. 5000-მდე გამოვიყვანე და აგვისტოს თვეში უკვე აღარ მყავდა გასაღიდი დედები. და ეს ძირითადად შიდა ბაზარზე არის წარმოდგენილი ეს დედები, თუ რამე კი ბატონო, საზღვარგარეთ თუ ვინმე შინაური წავიდა და 2 ცალი ცადა თავისთვის, აი მაგალითად წეს იყვნენ ჩემთან სურამიდან იყვნენ მე მგონი და გერმანიაში ცხოვრობოდა, მინდა რომ ჩვენი უთხის დედები ყავდეს იქა და 2 ცალი წაიყვანა, ახლა არ ვიცი რა გზით და როგორ ესე ხდება ხანდახან. მაგრამ უფრო შიგა ბაზარზე მუშაობ მე. კი ბატონო. რამდენი ოჯახი ყავს? ალეკო, დიახ. ერთი შეკითხვა აქვს, რამდენი ოჯახი ყავს? მე 1000-ზე ცოტა მეტიც კიდე. მალადეც. ხო, ერთი რაღაცას კი ვიტყვი ახლა კიდევ. ანუ მაგალითად აგერ ბესო მახსენა ორმაგი მყნობა. აქ კომენტარში კიდევ დაიწერა დედების წონაო. ხო არ არის დამოკიდებული ეს ორმაგი მყნობა დედების წონაზე. ანუ უფრო დასრულდა მძიმე დედები ხო არ გამოდის ამ შემთხვევაში. ან თქვენი პრაქტიკა როგორ არის ამ კუთხით? თუ აკვირდებით, როგორ და რანაირად? მე არა მაქვს მაგისი პრაქტიკა, მე გამომყავს ბუნებრივ გზით, მე ჯამებში და ემებში არ მუშაობ. მე ვაძლიერებ 2 კორპუსზე ავიყვან ძირს და მე გავაублებ და სადედებს ავაშენებინებ და მინიმუმ მაგედან 18 დედა გამომყავს. ბევრი არ გამომყავს რა ერთი ძირიდან, ერთ იმაზე, ციხზე. ანუ როგორ აკონტროლებს ზორი ამ იმას, ახლა სადედები ყველამ ვიცით რომ დედა ერთი თუ გამოვიდა, მე სხვებს ახუჭება. ამას გალიაში როგორ მე რომელი პირდაპირ ჩარჩოთი გამომყავს, გადამაქვს იმ სკაში, სადაც უნდა განაყოფილდეს. და შევხედავ თუ არ მომწონს სადედე ზომაში, ან მოღუნული, ან რაღაცა კვალიტეტი, თუ არ მომეწონა, მაგენი გავაფუჭებ და დავტოვებ 1, 2 ან 3 ცალი ნორმალური, რომელიც აი სადედებია. ანუ თქვენი პრაქტიკა არის რომ ოჯახი დააოვლოთ, შესაბამისად სადედების ჩამოშენება მოხდება და სადედებია თავის თითო ჩარჩოთი გადაგაქვთ უკვე ამზე ოჯახში. თითო ჩარჩოთი და შეიძლება 10 ჩარჩოზე იყოს სადედე, მე სადედებს არ გავჭრი არასოდეს ჩარჩოდან, რაც იქნება ბუნებრივ აშენებული, იმით ვაკეთებ. ანუ ამ შემთხვევაში თვითონ ფუნქციის ასაკსაც არ აქვს ყურადღებას, ასე გამოდის არა? არა, თვითონ არჩევს, თვითონ ფუტკარი არჩევს, რომელი ფუნქცია რა ადგილას უნდა უფრო გვერდზე აშენებულ სადედებს დავტოვებ, შუაში აშენებულები უფრო ვაფუჭებ ხოლმე. ხო, ანუ აქ კითხვა შემოვიდა კიდე ბატონ გიორგი ამისულაშვილისაგან, კითხეთო ბატონ ზორისო, ანუ ექსტერიერს, ფერს რა იმას ანიჭებთ უპირატესობას? მე მუშაობ რუხი ფერზე და მაინც ხანდახან არის რომ დედა ცოტა ღია ფერისა იქნება, ძალიან მუქი არ არის, მაგრამ მაგიდან გამოჩეკებული ფუტკარი მაინც რუხია. ჭველი არ გამოიჩიქება ჩემთან. კი ბატონო. იმიტომ რომ 2017-დან მე დავიწყე მასიურად ამ საქმეს
რაც გამოჩნდებოდა ღია ფერისა ვაუქმებდი, არ ვუშვებდი, რომ ის ჩემ გარშემო არიან 3-4 დიდი მეფუტკრეები და არც იმათ საფუტკრეებში არ არის ის ჭრელი. ყველგან რუხია და რო დავდესდე მე საბუთიც მაქვს, რომ სუფთა ქართულია მესხური პოპულაცია. მე მგონი თქვენ წაგიტყულიც გაქვთ, ხო ბატონო ალეკო ეს საბუთი? კი, ბატონო ემზარიმ გადავამიგზავნა. კი. ბატონო, ბატონო ემზარიც იყო ჩართული ამ საქმეში, დაღისტანიდან იყვნენ, ძალიან გაინტერესებული ქონდა იმათ რა პირობებში მუშაობ, როგორი საფუტკრეებია და ასე შემდეგ. ძალიან გმაყოფილით იქაც დადესტეს და ძალიან კარგადაც იმუშავეს ეს თედები იქაც დაღისტანში. ერთი კითხვა მაქვს კიდე ბატონო ზორია ხა თქვენთან როგორ ახლა ყველას ორმა გიმკლობა ეს ის კრიტერიუმები გასაგებია ზამთარ გამძლეობა, დაავადებები, პროდუქტიულობა, ექსტერიერი. ცალკე თუ ახდეთ მაგალითად სამამლე ოჯახების შერჩევაზე თუ გიცდიათ მაგალითად რომ ეს ადედები ცალკე გადაგეყვანათ. კი ბატონო, აუცილებლად ვაგეთებ ყოველ წელიწად ადრე გაზაფხულზე, რომელიც ვიცი რომ კაი გაზამთრება ქონდა და ადრე დაიწყო კვერცხისდება და მიტოვებით არ კვერცხავს იმ ოჯახებს ვაძლებ სამამლე უჯრედიანი ჩარჩოებს. და მაგედან ვიწყებ სელექციას და ხარისხს. მერე ვარჩებ 500 ოჯახიდან შეიძლება 200 ავარჩიო, რომ იმ ოჯახებში უნდა გამოვიყვანო დედები. ისენი უნდა ვაძლიერო. შეიძლება რომ თვითონ თავიდან სუსტი იყოს, მაგრამ ძალიან მალე გაივსოს და რომელიც ესე ხედავ რომ მალე ივსება და ყვავილის ნორმალურად ზიდავს. ჩარჩოს რო ავწევ, იმასაც ყურადღებას ვაქცევ, რძეს როგორ ასხავს იმაში უჯრედებში. არის ზოგი ჯიში ისეთია, რომ არ ასხავს რძე კარგად. და ეგ ჯიში ვავაუქმებ. უფრო ძალიან ბევრი რაღაცები იმ დაღისტანელებმა მასწავლეს, რომ ასე უნდა გააკეთო, ეს არის სწორი, ასე და მე უჯრაში რძის რაოდენობას აქცევთ ყურადღებას. კი ბატონო. არის ესეთი ოჯახი, რომ თაფლი მართალია თაფზე კარგად მუშაობს, მაგრამ ჩარჩოს აშენებაზე ზარმაცობს, არ მუშაობს ჩარჩოს აშენებაზე უფრო. და ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ მე. ყოველ წელიწად კაი ძირიდან გამომყავს, უგეთესიდან უკეთეს ვეცებ, რომ ხარისხი დავიკავოთ, ცოტა ნორმალური და მაღალ ხარისხზე ავიდეთ. კი ბატონო. და ზორი რა მაინტერესებს კიდევ? სანაშენე საქმიანობაზე მქონდა და მაგალითად ბატონ კახას თავის მოსაზრება წამოაყენა, ბატონმა ბესომ თავის მოსაზრება წამოაყენა. თქვენ მაგალითად რომელსაც დედების რაოდენობასაც წარმოებთ, ჩაერთვები თუ არა როგორც თქვენი საფუძვლეს რომ მიიღოს სანაშენე საქმიანობის სტატუსი და სერტიფიკატი და შესაბამისად რა გჭირდებათ გამიგეთ ასე რომ ვთქვათ, კონკრეტულად რა გჭირდებათ ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო. სახელმწიფოსაგან. ჩემი აზრით ძალიან კარგი მეუბნება რომ განავითაროთ. ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება, რომ საბუთის სერტიფიკატი მქონდეს, ყველა მეფუტკრეს უნდა ქონდეს სერტიფიკატი და ლაბორატორიის დასკვნაც უნდა ქონდეს, რომ მე ვაწარმოებ მესხური პოპულაციის დედებით. მე ვარ ცოტა მაღალზე შედარებით. დასავლეთს რო შევატაროთ, ცოტა კი არა, კარგად მაღალზე ვარ და შეიძლება ჩემი გამოყვანილი დედები ჩემ ტერიტორიაზე იმუშავონ ძალიან კარგად, მაგრამ დაბალ ზონაში ვერ იმუშავონ. ან პირიქით მოხდეს, დასავლეთში ნაყიდი დედები ჩვენთან არ გაამართლონ, ან ჩემგან გაყიდულები იქით არ გაამართლონ და მაგის სერტიფიკატი სახელმწიფომ უნდა მომწეს შეიძლება, რომ ავიღო, რომ ზღვის დონიდან ამდენ მეტროშია გამოყვანილი, ასეთ პირობებშია, ჯამთელი ბუტკარია. ეხლა სიტყვით შეიძლება კლიენტმა არ დაიჯიროს, რომ
მე სიტყვით შეიძლება რო თქვა, რომ ჩაგირვა არ მაქვს ჩემთან. აი, მაგის დაცვნაც მე მგონი უნდა იყოს. ჩემი აზრი ასეთია. ანუ დაახლოებით ახლა კრიტერიუმები რო დგება იმ დღეს მოხუჩოთ მოხდა პრეზენტაცია, დაახლოებით ასეთი თემა იყო, რომ ფუტკრის ოჯახი ანუ რო შეირჩეს სანაშენე საქმიანობისათვის, უნდა იყოს ძლიერი, რა თქმა უნდა, გარკვეული თაფლის რაოდენობა უნდა კონდეს, უნდა პროდუქტიულობაც უნდა იყოს, უნდა გასაწყობი, ანუ დედის კვერცხება და ასევე იქ იყო ნახსენები ლოკაცია. ანუ ლოკაცია, სადაც სანაშენე საფუტკრის განთავსება მოხდება. ნუ დაავადებებზედაც რა თქმა უნდა საუბარი იყო, ასე რომ ვთქვათ, და შერჩევა და ისე კი. რა თქმა უნდა, ექსტერიერზეც და სხვა იმაზე, ნუ ეს თემა. აი თქვენთან მაგალითად, აი ლოკაციის პრობლემები ხო არ დგას? არ მგონია რომ იყოს. არა, რატო ლოკაციის პრობლემა ისეთი ლოკაცია, რომელიც აი მეზობელი საფუძვლებისგან დაგიცათ. აი თქვენ არჩევთ მაგალითად სამამლეს, არჩევთ აუნსდელს, ნუ რეპროდუქტორს, ასე რომ ვთქვათ, რომელიც აი ჩვენთან არ მგონია რომ ვინმე ჩემ ლოკაციაზე ჩამოიყვანოს საზღვარგარეთიდან ფუტკარი. პირიქით აქედან ყველას აქედან უნდა წაყვანა და არ გამიგია რომ ვინმე თქვას რომ აი ბაქფასი ჩამოვიყვანე და გაამართლა და კარგად მუშაობს. ბაქფასს არ გულისხმობ. ბაქფასით ეს გასაგებია. უბრალოდ აი მეზობელი საფუძვლები რომლებიც არიან და რომელსაც ყავს თავიანთი ფუტკრები, ასე რომ ვთქვათ. ოჯახი 30 იქნება, 20 იქნება თუ რაღაცა. რამდენად იქნება თქვენი საფუძვლე დაცული, რომ მათი მამალი შეჯვარება არ მოხდება თქვენს იმაში. აი ჩემ ტერიტორიაზე რამდენიც ახლოში 10 კილომეტრში რამდენიც ფუტკარია, ყველასთვის მე აქცია მაქვს, რომ დედები არის უფასო, ვისაც რამდენი ჭირდება, შეუძლია მოვიდეს, დაიყვანოს, ყველა მიცის ეგა. ანუ 10 კილომეტრში ვისაც რამდენი დაგჭირდება, მოვა და ისე მიღებ. ან სადედებს, ანუ 10 კილომეტრის რადიუსში თქვენი ხაზი რო დაიცვათ, თქვენ თვითონ ამარაგებთ მეფუტკრეებს დედაფუტკრებს. ეს წლებია მე ასე მუშაობ და ყველა იცის მეფუტკრეები. რო ასეთი სწორი მიგდომა ფოტოშოპის, კი ბატონო, გეთანხმებით. აი, მადლობა, ძორისთან ხო არა გაქვთ კითხვები მეგობრებო? ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება ბატონ ზორისთან. აი თქვენ ახსენეთ ბუნებრივი მეთოდით ვახდენო დედების გამოყვანასო და აი მაგალითად 5000 დედა თქვენ რომ მიიღოთ, ანუ 5000 სადედე, ბუნებრივად რამდენი ოჯახის დაუბლება გჭირდებათ სეზონზე? მე აი ახლა ამჟამად ყავს 1000 ძირი ძლიერი ფუტკარი. და მაგედან ვარჩევ შეიძლება 300 ძირი ვამუშავო. თან რომ ციკლით ვამუშავებ. ერთი რო გამოვიყვანს ხო, მე გავა 20-25 დღე კიდე ის გაძლიერდება და იმ ძირიდან კიდე შემიძლია რომ ერთი 18 ან 15 სადედე ამოვიღო. ასე მუშაობ მე. და მაგ პერიოდში ტკიპაზეც კაი შედეგს ავიღებ. გაუბლებული რო იქნება, ვერ გამბრავდება ტკიპად. და ერთი პლუსი ეგრე გასაგებია, მადლობთ. ერთი შეკითხვა, რამდენი კაციული 300 ოჯახს? იცით რა, ხან 5 კაცი ვართ, ხან 4. აი გააჩნია, აი როცა დაწურვის დროა 10-იც ვიქნებით და შეიძლება 15-იც ვიღოთ. არიან რამდენი ხალხი მაგეთ მაშინ? ავი აქ დასანელი და როგორ არ არიან? აი, მე ისეთი დახმარი მყავს, რომ საერთოდ მე ფუტკრე არ არის, არც ფუტკარსაც რომ შორიდან ნახულობს, შიშობს, მაგრამ ისეთი ოთახი მაქვს, სადაც უნდა დაიწუროს თაფლი, მან ფუტკარი არ უნდა შევიდეს და მან ათლის მუშაობს. კარგია, კაც, მაგას რა ჯობია. მართალია, დახმარე ადვილად ვერ ვიშოვებთ, მაგრამ ჯერჯერობით არის თქვენ. მერეთში მაგრად მიჭირს დამხმარესი და მაღალ თიანში თუ დარში არის მასე ხა იგი კარგია.
კი ბატონო, გასაგები არის. მადლობა ზორი, მადლობა. მოდით ჩვენ გურიეთი ამყავს კიდე მეფუტკრე, დედების წარმოებელი, საკმაოდ ცნობილი მამუკა იმნაძე და სხვათა შორის მამუკასაც იგივე შეკითხები მინდა რომ დაუსვა. ანუ მამუკა, როგორი არის შენი პრაქტიკა დედების გამოყვანის, როგორი ნუკლეუსებით სარგებლობ, რას აღჭებ უპირატესობას და შენც მაგალითად მე ვიცი რომ ბუხურში იყავი, ესწრებოდი შეხვედრას და შესაბამისად შენ რა გჭირდება შენი საკუთარი საფუძვლის გასავითარებლად, აი პრობლემები ყველაფერი რო გითხრა. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მე მაქვს თურქული ნუკლეუსები, 6 ჩარჩოიანი, რუტის ჩარჩოები ჩადის, ოღონდაც შუაში იხსნება ეს ჩარჩოები რა, ასე იბმება ერთმანეთზე და გამოდის 6 ცალი რა, ანუ შუაზე გაყოფილი და ისე თუ გადაამბავ არის 3 რუტის ჩარჩოები. რაც შეეხება ახლა სადედე ოჯახების მომზადებას, ბატონ ბესომ რას თქვა და ბატონმა კახაბერმა იგივე შერჩევის პრინციპით ვაკეთებ. ზამთარ-გამძლეობა, პროდუქტიულობა, თვინიერება და რომელიც რძეს კარგად ასხამს ჯამებში. ვიყენებ ფუმფლის გადატანას, ამერიკული ჯამები მაქვს ვეც და წინასწარ მომზადებული ოჯახები, რომელშიც შერჩეულია პროდუქტიულობიდან გამომდინარე, არის თვინიერი, თაფლის კარგი მომტანი, რძეს კარგად ასხამს, იმიტომ რომ ოჯახისთვის რძეს ვიღებ და მაქედან ვაგვირდები რომ კარგად ასხამს რძეს და ასეთი ოჯახებს ვარჩევ. ვქნის სამამლე ფონდს, ვქნია კარგი ოჯახებიდან, ვაძლევ სამამლე ჩარჩოებს, თვითონ მას ჩამოვაშენებინებ და ჩადებს სამამლე გვერდს და აქედან ვარჩევ დიდი რაოდენობით სამამლე ფონდის და მიმართულებით მივყვები მეც, რომელიც საკმაოდ კარგია და რაც შეეხება ახლა დედების ხარისხს, ანუ თურქულ ნუკლეუსებში, მინი ნუკლეუსები მე არასოდეს არ მქონია, 3 წელია მაქვს ეს თურქული ნუკლეუსები და ძალიან კარგია დედებიც, დიდხანს ჩერდება შიგნით და არ ტოვებენ და არ გამოდიან, ზომაშიც წონით არასოდეს არ ამიწონია, სიმართლე გითხრათ, თვალით შეხედვით ზომაში კარგია და ზამთარსაც კარგად გადის ამ ნუკლეუსებში რა. ოღონდაც ერთ განყოფილებაში ზამთარში ინახება ჩვეულებრივად, ორივე განყოფილებაში ვერ ინახება, იმიტომ რომ მასის რაოდენობა არ ყოფნის. და ხარისხი კვერცხმდებლობასთან მიმართებაში ძალიან კარგია. დადანის ჩარჩოებზიც მაქვს მე, რომელშიც გამოვყავს დედები, მაგრამ შედარება რო გავაკეთო, ორივეში კარგია რა, ორივეში ხარისხს ვერ დაუწუნებ დედებს, ისეთები გამოდის. და ბუხურში რო ვიყავი, მე სანაშენე მეფუტკრეობასთან დაკავშირებით, პრობლემებს მე მაკუთხით იმაში ვხედავ, რომ არის მაგალითად აქ ტერიტორია, სადაც შეიძლება ადამიანმა დაიცვა ეს რადიუსი, რაც არის იქ მოთხოვნილი. მაგრამ პრობლემა არის გზა. ფიზიკურად მანქანით ვერ წახვა რა, სულ უნდა ყავდეს ორხიდიანი დიდი მანქანა ან ბელარუსი ტრაქტორი, რომ ჩახვიდე გზამდე და მოაწყო სანაშენე საფუძვლი. ეს არის პრობლემა. მე გამოყვანის შარშან 200 ცალი დედა გამოვიყვანე და წელს 500-მდე გავზარდე რაოდენობა. ვიწყებ აპრილის თვიდან და ვასრულებ სექტემბერში. ანუ მამუკა ბატონო, ახლა დიახ, ესე იგი აპრილის თვიდან იწყებ და ასრულებ სექტემბერში. კი ანუ ბატონო. საკმაოდ ძველი პერიოდია, ასე რომ ვთქვათ და რომელ იმას ანიჭებ უპირატესობას მაინც ასე რომ ვთქვა. აი მაგალითად, ნუ ზორისთან გასაგებია მასში საადრეო, ასე რომ ვთქვათ, ოღონდ საადრეო ივლისი ირჩევა. კახამაც იგივე ახსენა და ბესომაც იგივე ახსენა, რომ გაზაფხულის პერიოდი უკეთესი არის, ასე რომ ვთქვათ. ახლა ბატონო, დიახ. ბატონ ბესო და ბატონ ხო, ისვენთ? დიახ, გაგზავნით. ბატონ კახაბერს და ბატონ ბესოს ვერ შევედრები ახლა პრაქტიკულ გამოცდილებაში, მაგრამ მე 3 წელია გამომყავს დედები და
აი ჩემი პრაქტიკული გამოცდილება რაც არის, აი ყველათვის სეზონზე რაც დედები გამომიყვანია, ყველა ხარისხიანია. ყველა ხარისხიანი და უკმაყოფილო არც მე არ ვარ და არც ის არის ვის წაიყვანა ჩემგან დედები. შარშა მაგალითად 200 დედა თურქეთში წაიყვანეს, ნუ არარეგალური გზით, მაგრამ წაიყვანეს იქ. ესე იგი თქვენი პრობლემა, რაც სანაშენე საქმიანობაში ხედავთ, ისე სხვათა შორის განაცხადი გაკეთებული გქონდათ მე როგორც ვიცი სანაშენე საქმიანობაში. კი, გავაკეთე თუ არის ჩამოსული ჯერჯერობით მონიტორინგი? როგორ? აი მონიტორინგზე ვინმე ჩამოვიდა მაგალითად საფუძვლის იმაზე? ჯერჯერობით არაფერი, განაცხადი გავაკეთე 1-20 დღის წინ ალბათ რა და ჯერჯერობით არავინ არ ჩამოსულა. კი. და ერთი რა მაინტერესებს, აი ლოკაცია შერჩეული გაქვთ. ანუ სადაც ასე თუ ისე იზოლირებული ადგილი იქნება. კი ბატონო, ამიტომ პრობლემა შემთხვევლობამ ჩვენ მუხურში როცა ვიყავით, იქ აღგვითქვეს დახმარება ამ კუთხითაც, რომ ანუ დაგეხმარებითო ლოკაციებზე ლოკაციების იმაში რა ასე ვთქვათ, მოწესრიგება და იმ იმაში და თუ იყო მაგალითად საქმის კურსში თუ არის ადგილობრივი ხელმძღვანელობა თქვენთან, ანუ ვინ სადაც ეს ლოკაცია ეკუთვნით, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა ინფრასტრუქტურის პრობლემა რომ მოაგვაროს ამ შემთხვევაში გზას გულისხმობ. ანუ იქ სადაც არის ახლა ეს ლოკაცია, იქ არის ფერმები არის რა, საქონლის ფერმები არის. და კერძო ნაკვეთები არის და შეიძლება მაგალითად მე პატრონეს მოილაპარაკო და ძალიან დიდი ტერიტორიებია, სადაც შეძლებ დასმას. უბრალოდ გზის პრობლემა არის და ფაქტიურად მანქანით ვერ მიდიხარ რა, ტრაქტორი გჭირდება, იქ რო ჩახვიდე და მიხვიდი ადგილზე. ბატონო. ლოკაცია მიწასთან რა შეეხება ადგილს, სადაც შეიძლება დასვას ეს ადამიანმა, მაგის პრობლემა არ არის. და რა მაინტერესებს კიდე? დაახლოებით ახლა რომ მოაგვაროთ პრობლემები და ისინი და აზარიც რო დაეწყოს თქვენი რესურსი რამდენი იქნება? რამდენი დედაფუტრის გამოყვანა შეძლებს სეზონზე? სეზონზე შევძლებ დაახლოებით 1000 დედის გამოყვანას. კი ბატონო. და თქვენ მინინიკლუბსებით ასარგებლოთ, ასე რომ ვთქვათ, ეს აქცენტით გაკეთებული რუტის შუა იმასში, ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო, მე მინინიკლუბსები არასოდეს არ მქონია და კი მაინტერესებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ რუტის ტიპის ნუკლეუსებში მარტივია დასახლება, ფუტკრის დასახლება არის მარტივი. მასას, ფუტკრის მასას შიგნით ძალიან დიდი რაოდენობით იყრის თავს და ეს საკმაოდ საყოფია დედა ფუტკრისთვის, რომ კარგი კვება ქონდეს და განაყოფიერებაზე ჯანმრთელი გამოვიდეს. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. და ძალიან კარგი სკები არის რა და არც ისე უსაშველო ზვირი არ ჯდება. პრაქტიკულია, მსუბუქია, ჩვეულებრივად თავისი საკვებურები ახლავს და კარგი ნუკლეუსებია, ძალიან მეკმაყოფილი ვარ. კი ბატონო. აი ბესო მახსენა მაგალითად, ახლა თქვენ თქვით, რომ დედა არასდროს არ მიწონიაო და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, ნუ თვალით ემით ვაქციურ ყურადღებას. აი ბესო სახსენას ის რომ ორმაგ მკვლობას ვაინჭებ უპირატესობას და აი თქვენ პრაქტიკაში მაგალითად როგორ არის ორმაგი მკვლობასთან დაკავშირებით? არ გამიკეთები არასოდეს. გადამაქვს მეოთხე დღის ფუმფლი, კარგად ძეჭ ჩასხმული, მანამდე დედას ვაქცევ იზოლაცია, ჩარჩო იზოლატორში და შემდეგ გადამაქვს ფუმფლი ამერიკულ ჯამებში. ერთ ოჯახს უტოვებ დაახლოებით 15 სადედეს, რომელსაც აი დღეს მაგალითად რო გადავიტან ფუმფლს და მეორე დღეს ნახავ, რომელსაც რძე კარგად არ აქვს ჩასხმული, იმას ვაუხმებ და რომელსაც პირსავსეთ ექნება რძე ჩასხმული, იმ სადედეებს ტოვებ. 15-ზე მეტი არასოდეს არ დამიტოვებია. კი ბატონო. დამაჩოლებად მე გალიაში აქცევთ თუ სადედეების ჩამორიგება ხდება ნუკლეუსებში? ციფესადედეების ჩამორიგება ხდება ნუკლეუსებში. დამცავებს არ ვიყენებ, იმიტომ რომ
გაუნაყოფიერებელი დედები რამდენჯერ ვცადე ვერასოდეს ვერ მივაღებიენ ნუკლეუსებს, ვერც დადანში ვერ მივაღებინე, სულ მომიგლეს. ვერასოდეს ვერ მივაღებინე. ნუ ეს გაუნაყოფიერებელთან პრობლემა არის კი ეგეთ ახალები. დავანიჭებ უპირატესობას ფსიქოსადედეების განაწილებას. თავისივე ფუტკარი უნდა ჩაყარო და არაფერი პრობლემა არ გექნება გაუნაყოფიერებელი დედების მიღება. როგორ? თავისივე საიდანაც ამოვიღებ. ფუტკარი. აჰა. და თორინა ეს იყოს, გამოჩეკილი იყოს, არაფერი პრობლემა არ გექნება მაგაზე. ანუ ესე იგი საიდანაც დედები გამოყავს. ხო, ის ფუტკარი გამოაჩეკია, ჩვეულებრივად ის გალიებში გადაიტანი, გამოაჩეკია და მე ჩაყარის ფუტკარი. გასაგები. ნუკლეუსებში და არაფერი პრობლემა გაუში პირდაპირ თუ ჩვეულებრივად არაფერი არ მოუვა. მადლობთ, გასაგები. გასაგებია, დიდი მადლობა. ხო, დაგაგვიანდა იქ წვიმა რაღაცა, გადაიტანე ის გალიები, გამოაჩეკიე. ეს დედები და მე დაანაწილე იმას ნუკლეუსებში. გასაგებია კი ბატონო, გავითვალისწინებ, მადლობა დიდი, არც ვიცოდი და არც მომისია სიმართლე გითხრათ. კი ბატონო, მოდი შევაჯამოთ, გამიგეთ, დღეს უკვე 12:09-ია, 12 უკვე 20 წუთია კლია, ასე რომ ვთქვათ. დღევანდელი შეხვედრა, მაგრამ თქვენთან მაინც რაღაცით მაინც უკმაყოფილება დარჩი და რა ყოფეთ, იცით? კახამ თქვა მაგალითად პირდაპირ, რომ აი ეგერ მუხური ორის მუხური და გადაწყვიტოს, რომ იგი, ანუ პირველი გზა მუხურმა გაგვიკვლიოს, ასე რომ. გამოდის, რომ სახელმწიფოსგან, ნუ აგერ მამუკამახსენა, რომ გზის პრობლემა, ასე რომ ვთქვათ, მის ლოკაციაზე, რომ იქ დედების გამოყვანა მოახერხოს. აი არც ბესო მაგალითად, ნუ ზორიმ თქვა, რომ იმასთან, ანუ მაგას კაცო, სერტიფიკატთან დაკავშირებით, სერტიფიცირება რომ მოხდეს და ასე შემდეგ. კი, სერტიფიცირებაზეა ზუსტად გაფრთხილებული სანაჩვენი საქმიანობა. სხვა რამე დახმარება ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ნუ თუ არ გჭირდებათ. დახმარება როგორ არ გჭირდება, ალეკო ახლა გადაიარაღება გჭირდება მაგალითად ახლა დიდი რაოდენობით. გადაიარაღება რა გჭირდება მაგალითად? ნუ ახლა დამიძველდა ახლა მე მქონდა 1500 მათკამეს და მქონდა ახლა და ზოგი დალპა იმ ასაკნა ზოგი. ხო, ანუ ახლა უყურე რა საითიდან წაიყვანოთ საუბარი? კახამ თქვა მაგალითად რომ აი 2.500.000 დედის გამოყვანა შესაძლებელია საქართველოში. კალკულაცია შეიძლება დავეთანხმო კახას კიდევ ამასთან დაკავშირებით. თუნდაც დიდი ციფრი მგონია, მაგრამ მაინც. არა, მაგით ცოტა დიდი ის არის ახლა, იმიტომ რომ კი, არ ვალა მაგას, კი, მე უფრო დაუჯერება დაახლოებით არსებული რესურსით თუ დედების გზა გაიკვლია დაახლოებით 100,000-დან ვიწყებ ასე ვთქვათ დათვალს, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ დარწმუნებული რომ 100,000-ზე მეტი შესაძლებელი იქნება. რა გჭირდება კონკრეტულად ამისათვის, რომ სანაშენე საფუძვლები გავავითაროთ. სერტიფიკაცია ვსაუბრობ, ლოკაცია თავთვალეთ, რომ ეს აუცილებელი არის ლოკაცია და ლოკაციაში დახმარება, რომ რაღაცა ბუნებრივი არეალის რაღაცა შემოსაზღვრული განსხვავებული ადგილი გქონდეს. აი პარკის განახლება მაგალითად, სამუკლეუსო პარკის განახლება. ალეკო იგი, ახლა მე რაც მაქვს, ახლა ნუკლეუსები ცოტა მომიძველდა რაღაცა და ახლა უფრო თანამედროვეები არის, უფრო თერმოიზოლირებული, მაგალითად სიცხეს მაგალითად უძლებს, რაღაცა აი მაგენი ახლა ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ ამ გენში ცოტა მაგარი სიცხეები რო არის დატოვება იცის, ახლა როცა დედების დიდი რაოდენობით წარმოებაზე ხარ გადასული ეს თერმოყუთები უფრო პრაქტიკული არის. აუცილებელია, თუმცა კლიმატიდან გამომდინარე, თან ფუტკრის პატარა მასა არის, რომელსაც თერმორეგულაციის დაცვა უჭირს. კი, და სიცხეში უკვე ტოვებს რა, დააჭირა მაგარი სიცხე გარბია. კი. სხვა რა? შეიძლება კი რომ ინვენტარის ფრი მაგალითად პროფესიონალ ახალ კონკრეტულად რომელი ინვენტარი? დედის გასანაყოფიერებელი. უთები. დედის გასანაყოფიერებელი თქვით. ხო. მაგი არის ახლა ბევრი ახალი ისენია უფრო შემოსული თანამედროვე ყუთებია გასანაყოფიერებელი დედების.
ერთი შეკითხვა თქვენ ხო არ გისწრიათ ინკუბატორის გამოყენება და თვლით თუ არა საჭიროდ ამას სანაშენე საქმიანობაში? ინკუბატორის არ გამომიყენებია, გიამ გამოიყენა მაგალითად, მაგრამ აი და მაინც კმაყოფილი არ დარჩა. ანუ გარკვეული პერიოდი სადედები რომ მოაქციო ინკუბატორში, იმიტომ რომ მე ახლა უცხოელ საიტებს რო ვაკვირდები, საკმაოდ ხშირად ვაწყდები ამ სანაშენე საქმიანობასთან დაკავშირებით ინკუბატორებს. ანუ ჩვი რომ ჩვენ დროს ხო არ კარგავთ და ხო არ არის მეტი შესაძლებელი თუნდაც წიფესადედების გამოყვანის. არა, ცუდი არ არის ახლა მაგიც პროფესიონალი მედედი ახლა ვინც დედები გამოყავს დიდი რაოდენობით ის გამოიყენებს მაგალითად მაგ ინკუბატორს სადედებით გადაიტანს და იმას იზამს, მაგრამ ახლა მე როგორც ჩემი იმიდან ახლა განმოხედიდან თქვათ რომ აუბლებდი ერთ დაუბლებაზე 25-30 ოჯახს ის ფუტკრის რესურსიც მჭირდებოდა და აღარ მჭირდებოდა ინკუბატორში გადატანა. იმ რესურსს მე მაქვს, მაგრამ არ ვიყენებ. ხო რა. ახლა ჩვენ გავს და არ იყენებ. არ ვიყენებ. გულად მიგდია. რატო არ ანუ არ გამოყენების მიზეზი რა არის? არ არის მაინდა-მაინც საჭიროება მაგისი და იმიტომ თუ ნორმალურად დააწყობს სისტემას არ გჭირდება. კი ბატონო, ხო რა მაგია. და მეტი რა არის საჭირო მაგალითად ინვენტართან დაკავშირებით ნუკლეუსები ვთქვით, მეტი რა თქვით საჭიროდ, რა გჭირდებათ სანაშენე საქმიანობისათვის? მე ვთქვი რაც აქ გჭირდება რა. გჭირდება რომ სახელმწიფომ შექმნას პირობები რომ ექსპორტზე გავიდეს და რაც შეეხება რაოდენობას, რამდენი ოჯახია სავარაუდოდ შენ ხო კარგად იცი მიახლოებით საქართველოში. რამდენი ოჯახია? სავარაუდოდ 300,000. 300,000 მერე 300,000-დან რამდენი დედის ერთი ოჯახიდან რამდენი დედის გამოყვანისას სავარაუდოდ რესურსია. აი სავარაუდოდ მინიმუმ ასე ვერ ვიტყვით კახა, იმიტომ რომ მინიმუმ სიტყვაზე ვთქვათ რა 10 დედის გამოყვანა ხო შეგიძლია ზაპროსტო რა უხეშად რო ვთქვათ. კი. მე რამდენი გამოდის 3 მილიონი გამოდის? არა, ასე მცირე საფუძვლებს ახლა ხო, არა, სიტყვაზე ვამბობ მე რა. სიტყვაზე. ხო გამოდის 3 მილიონი. ა ბატონო. და ის ხალხი რო დაინახავს ფული იშოვება, შენ მეც გამასწრებენ ალბათ იმაში კაცო. დედების წარმოებაში. რაოდენობასაც მასე ვერ იტყვით ბატონო კახაბე 3 მილიონია ყველა ხო არ გამოიყვანს ამ დედებს. არა მე პირობით ვამბობ რა რაღაცა დაახლოებული სუდა იყოს რა ქვია რაოდენობა რომ სახელმწიფო მიცოდეს მაგალითად რამდენი შესაძლებლობა აქვს ქვეყანას რომ მიაწოდოს სხვა ქვეყნებს და პროდუქცია თუ არ გაქვს და არ შექმენი მე მგონი რთული იქნება ამისი დათვლა. კი ბატონო, გეთანხმებით. კი, ყველა ვერ გამოიყვანს თავისთავად ახლა დედებს მაგალითად არა ასე ადვილის მაგალითად დედების გამოყვანაც. ხო, იული თემა მართლაც არ არის. რაოდენობა შეიქმნება თავისთავად ბევრი დაინტერესდება ხა და გამოიყვანს და იმას ინავს ახლა. არა, შეიძლება გამოიყვანო იქ პერსო. გამოიყვანოს საკუთარი მოხმარებისათვის, მაგრამ ეს არ იქნება ის დედა, რომელიც გვინდა მაგალითად ამას უყვარს, გამოთქვა პრემიუმ დედა მაგალითად გამიგე? სულ სხვა სტანდარტი ახლა ევროპაში აგიწონიან დედებს და ისე გაყიდი, ისე ვერ გაყიდი. კი, აგიწონიან, მე გეუბნებიან ოჯახი, რომელიც წარმომავლობა არის, რა არის დაცული გამიგე? კი, აი მაგი არის, დაავადებების კუთხით, მედეგი არის, ვაროა, რაღაცა გამძლეობა, აი თვინიერება ახსენა მამუკამ კიდევ კახა მაგერ ზამთარ გამძლეობა, ყველაფერი ესენი კრიტერიუმებია, რომელიც და ჯამდეს უნდა და დალაგდეს უნდა გამიგე? მაგი უნდა იყოს ყველაფერი. რამდენად კეთდება ესეც საკითხავია საქართველოში ასე დაზუსტებით ყველაფერი. ახლა შეიძლება თქვენ აკეთეთ ამას, მაგრამ არ ამგონია ახლა ყველა დედის წარმოებელი რომ ასე აქცენტებს ყურადღებას.
100 ადვილიც არ არის დედების წარმოება, ხარისხიანი დედების წარმოება 100 ადვილი თემა რა. და ყოველი სეზონის განმავლობაში ვერ გამოიყვან ხარისხიან დედას მთელი სეზონის განმავლობაში. არ გამოგივა იმის რაოდენობა, სადღაც შეიძლება 1-20% გამოგივიდეს, კაი. დანარჩენი იქნება მე როგორც ხედავ, ახლა დედების წარმოებაში მთავარი მინუსი ეს არის მამლების ნაკლებობა გარკვეულ სეზონზე. ანუ განაყოფიერებას გულისხმობ, იმიტომ რომ ფუტკარს ახასიათებს პოლიანდრია და შესაბამისად ბევრი მამალი უნდა შეუჯვარდეს უნდა. მას რომ უფრო მეტი ხნით იყოს პროდუქტიული, ასე რომ. ეს მაყურებელის შესახსენით რომ თქვენ არ გჭირდებათ ამისი ახსნა. აი ჩვენ თუ შევქმნით რომ სამამლე ფონი მაღალი მამლების პოპულაცია, ასე რომ მამალი ფუტკრების პოპულაციის, მეგონი ამითი პრობლემას არ დადგება. თუნდაც სხვა ძირაში, ახლა ტემპერატურასაც აქვს გავლენა, მაგრამ ტემპერატურა თუ მაგალითად თერმული ისკები ისინი დაცული გვექნა, იმდენად პრობლემული არ იქნება, ასე ვთქვათ ახლა. როცა ნუკლეუსებს და იმაზე ვსარგებლობთ, გაგუძლოთ ყველა ვეხმარებით ფუტკრის ოჯახს არა, იქ კანდი იქნება, ან ინვერსირებული სიროპის მიცემი იქნება ეს დედების გამოყვანის პროცესში და ასე შემდეგ. და მე მიდის მთელი დაკვირვება ამასთან დაკავშირებით რა, ასე რომ ვთქვით. კი ბატონო. ახლა მაგალითად აგვისტოში იმერეთში ახლა მამალს ვეღარ ნახავ აგვისტოს დასაწყისში კი არა უკვე იმის ბოლოდან უკვე იმერეთის დაბალ ზონაში მამალს უჭერს უკვე ვეღარ ნახავ და გურიაში იგივე არის მამუკა? არა გურიაში არ ამგონია იგივე იყოს, იმიტომ რომ გურიას მაგალითად თუთუბო აქვს გურიაში არ იქნება მაგალითად მამლები არის კი, მაგრამ სექტემბრის თვეში უკვე აგვიანებს დედები კვერცხის დადების დაწყებას და მიზეზი რა არის ავისი სიცივეები იქნება. არა, ჩვენთან მადამაინც ახლა სექტემბერში ისეთი სიცივე რომ ვერ გამოვიდეს თან ამინდებით სექტემბერში. მიდონდა რამდენი მეტრია? დაბალძივა ჩვენ ლანჩხუთია რაიონი და დაბალძია რა. სექტემბერში მაშინ უკვე მამლების პრობლემაა და მიტო აგვიანებს განაყოფიერება. ლანჩხუთში მეც მაქვს ერთი საფუტკრე კაც მაკეთკენ და მან სექტემბერში გაუჭირდება დედებს განაყოფიერება. კი. დაყოფიერდება, მაგრამ კვერცხის დადების დაწყებას აგვიანებს რა, ძალიან თუ იწყებს მე-10, მე-11, მე-12 დღეს, ამ შემთხვევაში დაახლოებით 20 დღემდე გრძელდება კვერცხის დადება რომ შეიძლება გადაგიშოროს კიდევაც, კი მეტიც შეიძლება მქონია მაგნაირი მან დაბლობში. მან უკვე დაბალი პროცენტსაც ამოიყვან დედებს. ო, კი ბატონო, დაბალი პროცენტი არის. ეს სხვა დაკვირვები ხარ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ დედამ კვერცხის დება გარკვეული დროით გაწელა. განაყოფიერებულ. მაგას ვიძახი ზუსტად რომ აგვისტოში დაბალ ზონაში ახლა ლანჩხუთის დაბალი ზონა არის თავისთავად რა ქვია ჯერ მამლების ნაკლებობა არის იგი რა ქვია თვითონ ბუნებაში ღალა აღარ არის თვითონ ფუტკარიც აქტიური არ არის საკვები კი ბატონო ცილოვანი საკვები არ შემოდის რომ და მაგე ერთ-ერთი სიცხეებიც თქვა ტემპერატურის იგი მაღალი ტემპერატურების და მაგენ იწვევს ყველაფერს ერთიანად და აგვიანებს შეიძლება იყო შარშან მირეკავდნენ ერთი თვეზე მეტიაო არ განაყოფიერო დედები არის მაგრამ ერთ თვეზე მეტი იყო არ განაყოფიერდნენ მერე კვირიონების შემოსევა ვაფშე მამალი არ გამოდის კვირიონები პრობლემა ხო აგვისტოს სექტემბერში ჩვენთან მაგალითად ძალიან დიდი როგორც კი წავლენ კვირიონები წავლენ თუ არა მე რაღაც უფრო მატულობს განაყოფიერების პროცენტი კი ანუ აგვისტოს სექტემბერი ფაქტურად კვირიონების გამო უნდა იქნეს მოგდებული ჩემი აზრით იმიტომ რომ დიდი რაოდენობა იკარგება რა უბრალოდ რა ჰაერში კვირიონების გამო კი მაგ პერიოდში მაღალთიანებში ნაყოფიერდება ძალიან 80%-იანი შედეგები. მაღალთიანში სვანეთი და ასეთ ხარებს გულისხმობ ალბათ არა?
ხო, კი. განაყოფიერების არის 80% არის განაყოფიერება. მოკლედ ეს თემა დასალაგებელი არის, ასე რომ ვთქვათ. სად როგორ რას უნდა მიენიჭოს უნდა უპირატესობა. ინვენტარის მხრივ კიდევ რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება, ლოკაციების მხრივ კიდევ სად გვჭირდება, როგორ გვჭირდება, იმიტომ რომ კვირიანების თემა მართლაც არის. და ასევე გვჭირდება ასეთი ოჯახების, განსაკუთრებით ამზრდელი ოჯახების კვების რაციონი. და მამლების რაოდენობა რა თქმა უნდა თქვით. კვება ბატონო ალეკო აგვისტოში ისეთი სიცხეები აქვს კვება ყველა ვარიანტში ჭირდება ფუტკარს. აგვისტოში საგურიაში ხო ის არის თუთუბო და ის შემოდის თუ არა არის ზრება ამ დროს არა. ჩვენთან ლანჩხუთში თუთუბო არ არის ჯერ. აჰა, ჯერ არა. თუნთან ოქროწყებლა სექტემბერ-ოქტომბერში იწყებს უკვე ყვავილებას და აგვისტოს სულ მშრალია აქ და ძალიან მაგარი სიცხე ტენიანობა არის 90%-ზე და რავი საშინელი მდგომარეობა. კი. ბატონო ესე ჩავინიშნე. კარგით მეგობრებო, მადლობა დღევანდელი ჩართვისათვის. ჩვენ ვისაუბრეთ, მიმოვიხილეთ ასე ვთქვათ ეს თემა. სამწუხაროდ დღეს ყოფა უნდა შემოგვთხოვოდა კიდევ ბახტურიძე, ასე უნდა ჩართულიყო ჯონი ქათამაძე და ტექნიკური მიზეზების გამო სამწუხაროდ მათი ჩართვა ვერ მოხერხდა რა, ასე რომ ვთქვათ. ანუ ვერ მოახერხეს სუმში შემოსვლა პლატფორმაზე და მე ცალკე უნდა გადავრეკო, უნდა მათ დანისებ და დავადგინო უნდა რა პრობლემა იქნება წარმოშობის შემთხვევაში. ეს პრობლემა არ იქნეს. მე გეთანხმებით აბსოლუტურად სანაშენე საქმიანობა დედების გამოყვანა ეს არის ძალიან დიდი და ძალიან ვრცელი თემა. ჩვენ ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით, მოკლედ ამ რაღაცა მასალებს ასე რომ ვთქვათ მე თვითონაც დავამუშავებ და უფრო მეტი იმითი ასე რომ ვთქვათ სიცხადით და უფრო მეტი იმითი კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ ლაივში მოწვევისათვის. მე მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას, უკვე 12 საათია და დრო ისე გაგვეპარა, არ ვიცი. მაყურებელს გიყურებს, ჩვენს მაყურებელს მინდა მადლობა მოგუხადო. ჩვენი ყურებისათვის დღეს მოწვეულ სტუმრებს, ბატონო კახა, ბატონო მამუგა, ბატონო ბესო, ბატონო ზორი. ყველას მინდა მადლობა გითხრათ, რომ მივიხედავად დაღლისა და ასე რომ ვთქვათ, რთული სეზონისა, მაინც გამონახეთ დრო და მაინც ჩაგვერთვეთ ლაივში. დიდი მადლობა ყველას და წარმატებული სეზონი მინდა გისურვოთ ყველას. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად. წარმატებები ყველას. წარმატებები.